შემდეგი პირი, ვინც არის მობრძანებული, როგორც ვიცი, გამოკითხვისთვის გახლავთ იმ დროს გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი ბატონი ზაზა გოგავა. ვთხოვოთ ბატონ ზაზას, რომ დაიკავოს თავისი კუთვნილი ადგილი. მოგესალმებით, ბატონო ზაზა, გთხოვთ დაიკავოთ თქვენი კუთვნილი ადგილი. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. წინა გამოსვლის მიმართ დასმული კითხვებიდან გამომდინარე ცოტა გაგვიხანგრძლივდა სხდომა და თქვენ მოგიწიათ ლოდინი, რისთვისაც მინდა ბოდიში მოგიხადოთ და ასევე მომდევნო გამომსვლელი, ვინც არის, მასაც ალბათ მოუწევს უფრო მეტხანს ლოდინი და სამდივნო მინდა რომ ის ამის შესახებ გენერალი ყურაშვილი თუ კი მობრძანებულია გააფრთხილოს. ბატონო ზაზა, პროცედურა ასეთია, დავიცავ ამ წესს. მე ვალდებული ვარ თქვენ კომისიის სახელით გაგაფრთხილოთ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგენილი ცრუ განზრახ-ცრუ ჩვენების ახსნა განმარტების მოცემაზე ჩვენი კომისიის წინაშე. ასევე არ გაქვთ უფლება და თუ ამ უფლებას საკუთარ თავს მიცემთ, აქაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგენილი, რომ არ გასცეთ კითხვებს პასუხი, ან თავი არიდოთ კითხვებზე პასუხს. მე რომ ეს თქვენ აგიხსენით და თქვენ რომ ეს დარწმუნებული ვარ გათვითცნობიერებული გაქვთ, გთხოვთ დოკუმენტზე დასვათ თქვენი ხელმოწერა და შევუდგეთ საქმეს. ბატონო ზაზა, თქვენ გახსოვთ და ჩვენ ვიცით, რომ ამ შენობაში თქვენ აგვისტოს ომთან დაკავშირებით უკვე მოგიწიათ ერთხელ მობრძანება. ეს იყო, როდესაც ნაციონალური მოძრაობის პარლამენტის მიერ შეიქმნა დროებითი კომისია და მას ხელმძღვანელობდა ბატონი პაატა დავითაია და მაშინ თქვენ აქ მაგვსმეთ თქვენი გამოკითხვის ოქმი. მოგიწიათ კითხვებზე პასუხის გაცემა. მაგრამ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ის კომისია არ იყო საგამოძიებო კომისია და თუ რატომ არ იყო ამაზე ახსნა განმარტება მოცემული აქვს გუშინ ბატონ პაატა დავითაიას. ჩვენი კომისია არის სწორედ რომ საგამოძიებო კომისია. ამიტომ ჩვენი მუშაობა არ იქნება როგორც აქ ხედავთ ოქმში, რომ მოდიში ყველა წევრი ერთდროულად სვამდა კითხვებს, თქვენ აგროვებდით კითხვებს და მერე უნდა ვაღიარო, რომ პასუხები იყო არასრულყოფილი არა თქვენს გამო, ან თქვენი ბრალით, იმიტომ რომ კითხვები გროვდებოდა და შემდეგ პასუხების გაცემა იყო მკაფიოდ გართულებული. ჩვენ ასე ვიმუშაოთ, რომ თქვენ პირველ რიგში თქვენი კარიერის შესახებ მოგვახსენეთ, განათლების შესახებ და რომ წარმოუდგინოთ თქვენი თავის საზოგადოებას, განათლება, კარიერა და ამჟამად რა საქმიანობთ, ჩვენ ამ ქვეყანაში ცხოვრობთ, პოლიტიკაში ჩართული პირები ვართ, ჩვენთვის ცნობილია, ხშირად გისმინეთ ხოლმე ბოლო დროს ეთერში და რომ პოლიტიკაშიც ხართ ჩართული, ამიტომ კარიერაში მხოლოდ სამხედროს არ გულისხმობ, პოლიტიკურ კარიერასაც გულისხმობ. ამის შემდეგ თქვენ თუნებას მოგცემთ, ჩვენ კითხვებს დავსვამთ, მაგრამ სათითაოდ კითხვები არ შეგროვდება. იქნება შევეცდებით ყველანი მკაფიო კითხვები და გთხოვთ მკაფიო პასუხებს. კითხვებზე პასუხის გაცემისას თქვენ შეძლებთ უკვე ის ინფორმაციები თხრობის რეჟიმში მოგვაწოდოთ,
რასაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ, რომ უკვე რომ მოგვაწოდოთ. არ არის გამორიცხული თქვენ გაგიჩნდეთ სურვილი, რომ როგორც წინა კომისიის აქ მაქვს ოქმი, შემთხვევაში არაერთხელ გითქვამთ თქვენს პასუხებში, რომ დახურულ სხდომაზე მოგახსენებთ. ჩვენი მიდგომაა, რომ ძირითადი ნაწილი, აი პროცენტულად რომ დავყოთ, 99% თქვენი პასუხების იქნება საჯარო და თუ დაგვისაბუთებთ, რატომ უნდა იყოს სხდომის რომელიმე ნაწილი რამდენიმე წუთი დახურული, მხოლოდ დასაბუთების შემთხვევაში ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. ამიტომ მოვემზადოთ იმისთვის, რომ ჩვენი კითხვა-პასუხი იქნება საზოგადოებისთვის ლაივში ხელმისაწვდომი. გთხოვთ შესაბამისად განათლებისა და პროფესიული კარიერის შესახებ ცნობებს და შემდეგ გადავალთ კითხვა-პასუხზე თქვენი ნებართვით. მოგესალმებით, ისმის ხო? მოგეთ. საზა ზურაბის ზეგოგავა, დაბადებული 1971 წელს 14 ივლისს, ხონის რაიონის სოფელი გოჩაჯიხაიში. განათლება უმაღლესი ტექნიკური უნივერსიტეტი 1999-94 წლები. პროფესია სამოქალაქო ტრანსპორტის ინჟინერი. ამ პროფესიით არ მიმუშავია, იმიტომ რომ 94 წლიდან უკვე როგორც კი დავამთავრე უნივერსიტეტი, უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი დანაყოფი აცხადებდა რეკრუტირებას, დანაყოფი ომეგა, მოხდი ამ დანაყოფში და მოყოლებული 1995 წლიდან 2003 წლამდე მსახურობ ანტიტერორისტული დანიშნულების დანაყოფებში. შემდეგ უკვე 2001 წელს კონტრტერორისტულ დანაყოფში. მე მგონია, რომ არც ერთი დანაყოფის დასახელება შეიძლება ეს იყო დანაყოფი ომეგა, მეორე დანაყოფი დღესაც ასე თქვათ. მოქმედი დანაყოფია და არ იქნება რელევანტური, რომ ეს დანაყოფი დავასახელო. შემდეგ როგორც იყო თქვენი თხოვნა, რომ 99% იყოს ღია და რაღაც დახურული, თუ რაღაც მივადგებით იმ საკითხებს, სადაც შეიძლება რაიმე სამხედრო საიდუმლოება ან კონკრეტული რაღაც საკითხები იყოს, კი ბატონო, თქვენთან ერთად განვიხილოთ და მე მივიღოთ გადაწყვეტილება, უნდა დავხუროთ თუ არ დავხუროთ. 2004 წლიდან უკვე ვაგრძელებ საქმიანობას თავდაცვის სამინისტროში, კერძოდ ეს არის მაშინ ესე ერქვა კოჯრის ბედანიშვილების ბრიგადა. ბრიგადაში ვიყავი დაახლოებით წელიწადზე მეტი. შემდეგ უკვე გადავდგი, ერთი მომენტი გამორჩა, უშიშროების სამსახურიდან იყო 6 თვიანი მონაკვეთი, ეს არის 2004 წლის ზაფხულიდან ზუსტად ბოლომდე, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანაყოფის, გულუას სახელობის სპეცდანაყოფის მეთაური ვიყავი. შემდეგ მოხდა სტრუქტურული გაერთიანება გულუას სპეცდანაყოფის და ეს დანაყოფი, ასე ვთქვათ, შევიდა კოჯრის ბედანიშვილების ბრიგადაში, გადავიდა თავდაცვის სისტემაში და უკვე ვარ კოჯრის ბედანიშვილების ბრიგადის მეთაური. 2006 წლის აგვისტოში, არ ვცდები, მე მგონი აგვისტოში უკვე გენშტაბის უფროსის მოადგილედ ვინიშნები და უკვე 2006 წლის ნოემბერში გენშტაბის უფროსად. შემდეგ 1 წლის მერე 2007 წელში სტრუქტურული რეორგანიზაცია ხდება და ეს ის პერიოდია, როდესაც გენერალური შტაბიდან გადავდივართ გაერთიანებულ შტაბზე. ხდები გაერთიანებული შტაბის უფროსი და 2008 წლის ნოემბრამდე ვიყავი გაერთიანებული შტაბის უფროსი. ამის შემდეგ 4 წლის განმავლობაში 2008-2012 წლის 4 ივლისამდე ვარ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ამავდროულად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. და აქედან განთავისუფლების შემდეგ 2012 წლის
22 ნოემბრამდე, 21 ნოემბერი ზუსტად არ მახსოვს, პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი. ეს არის ის, ასე ვთქვათ, საჯარო თანამდებობები, რაც კი მეკავა. ახლა რაც შეეხება ამის შემდეგ პრაქტიკულად მე არ მიმსახურია საჯარო სამსახურში 2012 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მარტამდე, 31 მარტამდე ვიყავი ჩემი კომერციული საქმიანობით დაკავებული. 2023 წლის მარტში გავწევრიანდი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში და ერთიან ნაციონალურ მოძრაობა დავტოვე 2025 წლის 18 თებერვალს. ეს არის რაც საჯარო სამსახურს და პოლიტიკის ნაწილს შეეხება. ამ წუთში თქვენ წინაშე წარმოდგენილია უპარტიო ადამიანი. მადლობა ბატონო ზაზა. ესე იგი რომ მივდიოთ თქვენს კარიერას თუ სწორად გავიგე, ესე იგი თქვენ ნიშნულოვანი გამოცდილება გაქვთ უშიშროების სტრუქტურებში მუშაობის, ასევე სპეცდანიშნულების სამხედრო ხაზით. სამხედრო, კი ბატონო, ომეგა ახსენეთ და უშიშროების დანაყოფები არის სამხედრო სტრუქტურული დანაყოფები. კი ბატონო, და შემდეგ მუშაობდით თავდაცვაში და შემდეგ იყავით შინაგან შეგაწყვეტინებთ უგაცრავად პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც გენშტაბის უფროსი ხდება სპეცდანიშნულების იერარქიიდან წარმომადგენელი. ეს საერთოდ ყველა ქვეყნის მიმართებაში იშვიათობაა. ბევრი ქვეყანა არ არის ასე თქვა დედამიწაზე სამყაროში, რომელსაც აი ამ მიმართულებით ყავს გენშტაბი. საკმაოდ იშვიათია. ესე იგი, დიდხანს ვაპირებდი საუბარს, რომ მე თქვენ ეს გეპასუხათ და სანამ კითხვა დავსვი უკვე მითხარით. ესე იგი, იშვიათობასთან მქონდა საქმე, რომ არაკლასიკური მე მაპატიეთ არასამხედრო ტერმინებით საუბარი, მაგრამ თქვენ მიხვდებით, რასაც ვამბობ, არაკლასიკური სამხედრო გამოცდილების პირი სოფლიოსშიც კი იშვიათია, რომ იყავებს ასეთ მაღალ სამხედრო თანამდებობას. ამაზე თანხდებით. ეხლა მეორე, თქვენ რაც ბრძანეთ, იქიდან ირკვევა, რომ და გთხოვთ შემისწოროთ ან დამიდასტუროთ, რომ თქვენ გენშტაბის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელობიდან გადადიხართ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ? დიახ, სასაზღვრო პოლიციის მინისტრი. ამ დროს ვანო მერაბიშვილი. და შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ხდებით. ამ დროს ვინ არის პრემიერ-მინისტრი? ვანო მერაბიშვილი. დიდი მადლობა. კარგი. თუ ეს კარიერის შესახებ ამოვწურეთ, ამ კონკრეტულ კითხვაზე გნებავთ გამეცით პასუხი, რასაც ახლა ვიკითხავ, გნებავთ არა, იმიტომ რომ 2012 წლამდე პერიოდია ჩვენი მანდატი, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა რატომ დატოვეთ, თუმცა შეგიძლიათ არ მიპასუხოთ, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი მანდატი. როგორც პოლიტიკოსთან ვსვამ კითხვას. არა, უკვე ყოფილ პოლიტიკოსთან შეგიძლიათ დასვათ კითხვა. მე ვერ მივცემდი ჩემ თავისუფლებას, რომ აქ მჯდარიყო ადამიანი, რომელსაც ებასუხა 2008 წლის გამოწვევებზე. არაერთხელ პირად საუბარშიც გამიჟღერებიან ეს და ყველგან ვამბობ, ერთადერთი ვალდებულება, რაც დამრჩა, ეს არის იმ საფლავებთან ვალდებულება. აქ ვერ მიცვედი ჩემ თავისუფლება მჯდარიყო ადამიანი, რომელიც იქნებოდა სუბიექტური. ანუ პოლიტიკურ რაღაც კალაპოტში მოქცეული. ამიტომ მივიღე მე ეს გადაწყვეტილება, სრულიად თავისუფალი ვარ მე ამ კუთხით. სამხრებით, ამიტომაც მოვედი აქ, რომ მე ვისაუბრო იმ თემებზე ღიად თავისუფლად, რაც ეხება სამხედროებს და იმ ღირსებას, რაც საჭიროა, რასაც რთული ვალდებულებად სანამ ცოცხალი ვიქნები, მნიშვნელობა არ აქვს ამას, თქვენ იცით ალბათ, რომ არ არსებობს ფორმატი, რომელშიც ეს საკითხი განიხილება და გენერალი გოგავა ამას თავს არ იდევს. გამორიცხულია, ეს ასე არ მოხდება და ამისი შემაფერხებელი ფაქტორი სწორედ იქნებოდა ისო თქვენ დღეს აქ კი ბატონო გეხილათ პოლიტიკოსი გოგავა. მაშინ ასე გეტყვით ბატონო გენერალო, ესე იგი თქვენ ნაციონალური მოძრაობა დატოვეთ მას მერე, რაც შეიტყვეთ რომ ეს კომისია შეიქმნა
და იფიქრეთ, რომ შესაძლოა ამ კომისიას მოეწვიეთ ამ შენობაში, როგორც დღეს ეს მოხდა? დიახ. კი ბატონო. ბატონო ზაზა, მოდით გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე. თუ წევრები უფლებას მომცემენ დაგისვამთ კითხვებს თავდაპირველად მე და შემდეგ ყველა წევრს ექნება დარწმუნებული ვარ ბევრი შეკითხვა. თქვენ 2007 წლიდან როგორც ბრძანეთ უკვე გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი ხართ და ეს რომელი თვეა? ეს არის ნოემბერი. არა, 2007 წლის აგვისტოა, რომ გაერთიანებული შტაბების სტრუქტურა დამტკიცდა. შეიძლება იყოს 19-21 აგვისტო, რიცხვები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ სადაც ეგ შუალები. ამ დროს თავდაცვის მინისტრი არის ბატონი დავით კეზერაშვილი უკვე. ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი არის კვლავ ვანო მერაბიშვილი. თქვენ ამ ორ პირს რომელს როგორი ხარისხით და კარგად იცნობდით? შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად ორივეს. რომელს უფრო მეტად? უფრო ხანძლივად ივანე მერაბიშვილს. ვანო მერაბიშვილი. რომ უფრო უშიშროების სამსახურიდან მოყვებოდა ეს ურთიერთობა. მეტ სიახლოვეს მაინც ადამიანურად და პროფესიულად მასთან გრძნობდით. ამას ესე ვერ დავარქმევთ, მეტ სიახლოვეს. მაგრამ უფრო კარგად იცნობდით. უფრო ხანგრძლივი განმავლობაში ვიცნობდი, რომ ნათელი მოვფინოთ. კი ბატონო. მე როცა დავინიშნე გენშტაბის უფროსად, მეორე დღეს დაინიშნა დავით კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრად. აი, აქ ესეთი ამბავია. ანუ მე უკვე ერთი დღის დანიშნული ვიყავი. თქვენ მანამდე დაინიშნა. მანამდე დავინიშნა, მეორე დღეს დაინიშნა კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრად. შესაბამისად, შეგვიძლია თუ არა ჩვენ ვივარაუდოთ თქვენი ამ ნათქვამის შედეგად, რომ თქვენი ამ მაღალ სამხედრო პოზიციაზე დანიშნა, რომელსაც, რა თქმა უნდა, მიეკუთვნება პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, უფრო მეტი წვლილი შეტანილი ქონდა ბატონ ვანო მერაბიშვილს, ვიდრე ბატონ კეზერაშვილს, რომელიც ამ დროს საერთოდ ჯერ არ იყო მინისტრი და ფინანსთა მინისტრი იყო ამ დროს ალბათ, ხო? საფინანსო პოლიციის უფროსი. საფინანსო პოლიციის უფროსი, კი ბატონო. საფინანსო პოლიციის უფროსი, ესეც უპრეცედენტოა თქვენი შემთხვევის არ იყოს, რომ ინიშნება თავდაცვის მინისტრად, მაგრამ ადამიანს უნარი როცა აქვს და პროფესიონალიზმი არც ეს არ არის მიუღებელი და მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკური თანამდებობები იყო ესენი და კი ბატონო. საჭირო რომ იქ თავდაცვის მინისტრი პროფესიონალი ყოფილიყო თავდაცვის საკითხებში. კი ბატონო. მოწყობა ესეთი იყო ქვეყნის, მე მგონი. კი, დღესაც მინისტრი არ არის აუცილებელი, რომ იყოს იმ დარგის სპეციალისტი. გეთახება ივანე მერაბიშვილის წვლილს, იმიტომ რომ მას დიდი ხნით ვიცნობდი ამ საქმეში. მაშინ იქნებ გაგვიმხილოთ ვინ და რამ შეიტანა წვლილი იმაში, რომ უმაღლესმა მთავარსარდალმა 2007 წლის აგვისტოში, ეს მნიშვნელოვანი პერიოდია, ერთი წლით ადრე, აგვისტოს ომამდე, სწორედ თქვენზე გააკეთა არჩევანი. არა, 2 წლით ადრე გააკეთა ეს არჩევანი. უბრალოდ სტრუქტურულად შეიცვალა. გენშტაბის უფროსად დავინიშნე 2006 წელს ნოემბერში. შემდეგ სტრუქტურა შეიცვალა. გაერთიანებულ შტაბზე გადავიდა და მისევ მე გავხდი გაერთიანებული შტაბის უფროსი, ამიტომ სრულად 2 წელი გავატარე ამ თანამდებობაზე. კი, მაგრამ ის არ იყო ვალდებული, რომ გაერთიანებულის უფროსადაც თქვენ დაენიშნეთ. რა თქმა უნდა. ნუ ალბათ გამომდინარე თუ როგორ უძლებოდით საქმეს და როგორ მიდიოდა შეიარაღებული ძალების წინსვლა, აქედან გამომდინარე ალბათ. რა ვიცი. კარგი. მოდით ასეთ კითხვას დაგისვამთ. 2006 წლიდან, როცა თქვენ უკვე ხართ შტაბში, ხელმძღვანელის პოზიციაზე, ხომ არ იყო რაიმე ისეთი ხომ არ ხდებოდა, რაც თქვენ ადამიანს, რომლის იმედიც ჩემნაირ სამოქალაქო პირებს უნდა ჰქონდეთ, გაფიქრებინებდათ, რომ შავი ღრუბელი იკრიბება საქართველოს ბედის თავზე. თუ შეიძლება რომ შავი ღრუბელი რა არის კონკრეტულად რომ გავშიფროთ. შავი ღრუბელი ამ ქვეყნის თავზე რამოდენიმე ათეული საუკუნეა. ასე რომ შავი ღრუბელი მრავალნაირი შეიძლება იყოს და რასაც თქვენ ჩათვლით რომ თქვენთვის არის შავი ღრუბელი, ისე მიპასუხეთ. ნუ თუ მოდი ასე თქვა, დაუბრუნდეთ საკითხს და ღიად მინდა მე ამას უპასუხო. ის საკითხი რაც აქ იხილება, ეს არის
მათ შორის 2008 წლის ომის საკითხი, რუსეთ-საქართველოს ომის საკითხი, ხო? ის რომ რაიმე ასე ვთქვათ 100%-იანი მაჩვენებლები მოასწავებდა ამ ყველაფერს, არა, მაგრამ ძალიან ბევრი პროვოკაცია რუსეთის ეგრეთ წოდებული სამშვიდობოებისგან უფრო სამაჩაბლოს მიმართულებით, ვიდრე აფხაზეთის მიმართულებით. ამიტომ, მაგრამ აქვე მინდა და თავიდან მინდა ამაზე შევთანხმდეთ, რა ვიცი, ჩემი ეს არის რომ მინდა ყველა მიცოდეს და 2008 წლის კომისიაზეც იგივე სენიმაქს სტენოგრამა გექნებათ ალბათ და შეგიძლიათ გადაამოწმოთ თუ რაიმე აცდენა იქნება იქ რასაც ვამბობ ნებისმიერ ამაზე პასუხისგებელი ვარ ის რომ რაიმე მოასწავებდა იმას რომ ეს აუცილებლობა და საქართველოს შეიარაღებული ძალები ჩემი მეთავ ხელმძღვანელობის მხრიდან ემზადებოდა ან ერთი ან მეორე სეპარატისტული რეგიონის მიმართ ეს არ ვიცი თუ ამას გამოჩნდება ადამიანი ვინც საზოგადოებას წინ დაუჯდება და ეტყვის რომ ესე იყო მე ყველგან მას პასუხს გავცემ საქართველოს შეიარაღებული ძალები არასდროს არ ემზადებოდა და აქ მინდა ადრეც მაქვს ეს ნათქვამი და აქ მინდა ეს განვაცხადო არასდროს არ ემზადებოდა საქართველოს მისი ნაწილების წინააღმდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალები არ იწვრთნებოდა იმისთვის რომ ისინი შესულიყვნენ ასე ვთქვათ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სამაშაბლოს ტერიტორიაზე და აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ის რომ მისი საფრთხეებიდან გამომდინარე მიმდინარეობდა შეიარაღებული ძალების მომზადება, ამას ვადასტურებ, ესეც უნდა იყოს და დღესაც დარწმუნებული ვარ, ესია ძალიან ბევრი ოფიცერი, რომელიც ამ ომში გამოიარა, დღესაც ემსახურება ქვეყანას და იგივე კუთხით იქნება, მაგრამ ის რომ ჩვენ ან საპირწონეთ შეიარაღებული ძალები განიხილებოდა იმისთვის, რომ ის გვემზადებიან აი ომისთვის ან კონკრეტულ ადგილისთვის. ეს გასაგებია. მე მინდა დაგეთანხმოთ იმაში და უფრო სწორად მჯერა, რომ არც ერთი ჯარისკაცი და არც ერთი ოფიცერი თქვენი დაქონდებარებული პირები არ ემზადებოდნენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი რეგიონის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სამხედრო მოქმედება ეწარმოებინათ. თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა, სადაც საჭიროა დავსვამთ დღეს თუ შემდგომში კითხვებს ხომ არ ემზადებოდნენ ამისთვის პოლიტიკური თანამდებობის პირები. სრულიად გასაგებია ჩემ. შესაბამისად, ეს ორი რამ უნდა გავმიჯნოთ. თქვენ კარგად გამიგებთ სამხედრო დიდი გამოცდილება გაქვთ, პოლიტიკური ცოტა, მაგრამ რაღაც გამოცდილება ხომ იღეთ ამასობაში ჩვენთან ბრძოლაში. არ ვართ ჩვენ ჯაბანი მოწინააღმდეგეები პოლიტიკაში. გამოცდილებასაც მიიღებდით, გამიგებთ კარგად რას გულისხმობ. მრავალი წლის მანძილზე ბატონო ზაზა. ქართული ოცნების ხელისუფლებას ჭირდებოდა გამიჯვნა. აგვისტოს ომზე როცა ვსაუბრობთ, ჯარსა და პოლიტიკას შორის, იმიტომ რომ ეს ორი იყო სრულად აღრეული იმ დროს. ჩვენთვის ეს პრობლემა შეიქმნა ჰააგის სასამართლოში ჩვენი ოფიცრების ინდივიდუალურად დაცვისას, მაგრამ ჩვენ ეს პრობლემები წარმატებით გადავლახეთ, იცით თქვენ ამის შესახებ და სტრასბურგის სასამართლოშიც მუდმივად გვიწევდა სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების, პირველ რიგში ჩვენი სამხედრო შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების, პროკურორებისა და სხვათა დახმარებით გვეჩვენებინა, რომ პოლიტიკა არის პოლიტიკა, პოლიტიკური გადაწყვეტილებები არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ხოლო სამხედრო საქმე არის სამხედრო საქმე და ჩვენ ამის ჩვენება და დამტკიცება შევძელით, რომ ჯარი და ოფიცერი მას არანაირი ბრალი არ მიუძღოდა იმაში, რაც შესაძლოა ვინმეს უსაყვედროს. ამიტომ დაუბრუნდეთ შავი ღრუბლის თემას. თქვენ ამბობთ ამას, რომ 2007 წლიდან, რაც თქვენ შტაბის ხელმძღვანელობას ჩაუდექით სათავეში, არაფერი არ ხდებოდა ისეთი, რაც თქვენ გაფიქრებინებდათ, რაც თქვენ ღამით მშვიდად არ დაგაძინებდათ. გარდა იმისა, რომ
თავდაცვა რისი თავდაცვაა, თუ არა რომ ემზადოს მაღალი ხარისხით თავდაცვისათვის თუ საქმე გახდა დადგა ცუდად, ხომ ასეა? მაშინ მაქვს ასეთი კითხვა. არსებობს ინფორმაცია, რომ 2007 წლის შემოდგომაზე გაიცა დავალება საველე ჰოსპიტალის ორგანიზებაზე საგურამოში. რატომ გაიცა ეს დავალება? რაიმე საფრთხის პირველი სიოვი გრძენით თუ ესეც თავდაცვის უნარიანობის ამაღლებისათვის გადადგმული ნაბიჯი იყო? შემიძლია ვიცოდე ეს ინფორმაცია საიდან არის? ეს ინფორმაცია მივიღეთ ჩვენ ღია წყაროებიდან, ტელეეთერებიდან და რომლის სრული ანალიზი მიმდინარეობს, ამოღებულია არქივები, რომელიც მაშინდელმა უმაღლესმა მთავარსარდალმა ვერ მოასწრო თუ არ გაანადგურა, თუმცა რაღაცები გაანადგურაო ამბობენ და ეს ინფორმაცია დღეს დილით მივიღეთ სამხედრო ექიმისგან, მეთაურისგან, რომელიც არის ლაშა ქოიავა. თქვენ მას პოლკოვნიკი ლაშა ქოიავა. მას მიუღია ეს დავალება და ეს ომს ნიშნავდა ესე თქვა, ხო? არა, მას ერთი წუთით ბატონო ზაზა, არა. ლაივში გადაიცემოდა ეს ხდომა, თქვენ შეგიძლიათ შემდეგ ეს იხილოთ, გადაახვიოთ. კოლეგები შემისწორებენ, მას არ უთქვამს, რომ ეს ნიშნავდა ომის დაწყებასო. კარგი, მე ავხსნი მასში ნიშნავს დაკავებული. თქვენ ხომ მკითხეთ, რით იყავით დაკავებული მეთქი? მასაც ვკითხეთ, რით იყავი ბატონო ჩემო დაკავებული მეთქი და მანაც ქრონოლოგიურად თქვა. მან თქვა, რომ 2007 წლის გვიან შემოდგომაზე მე მივიღე ეს დავალება, ისიც კი ვკითხეთ, რომ საგურამოში რა გინდოდა, მან აგვიხსნა, რომ იმიტომ რომ ეს ასე იყო სწორი, იქ იყო ბევრი ჰექტარი ტერიტორია. დეტალები გითხრა, ბოდიში, ოდნავ გადავიღალე დღის ბოლოა და ასე მივიღეთ ეს ინფორმაცია, მაგრამ მას არ უთქვამს, თქვენ გადაახვევთ, ნახავთ თქვენ თვითონ. უბრალოდ მე მიჩნდება კითხვა, რომ რაში ჭირდება გენერალ გოგავას, პოლკოვნიკ ლაშა ქოიავას დაავალოს საველე ჰოსპიტალის მოწყობა 2007 წლის შემოდგომაზე. არით გასაგებია კითხვა, ძალიან მარტივია ამაზე პასუხი. რა მდგომარეობაში მივიღე მე შეიარაღებული ძალები, მე მგონი ახლა ამის მოყოლა ძალიან შორს აგვიყვანს რა. და ის რომ ოდესაც ამაზე საუბრობდა, ხო, მაშინ უნდა გაემახვილებია ყურადღება იმაზე და სრულად მას აქვს ამის უფლება რომ ამაზე ისაუბროს, რომ ამ დროის განმავლობაში არც თავდაცვის ჰოსპიტალი არსებობდა და მით უმეტეს შეიარაღებული ძალებს წარმოდგენაც კი არ ქონდა ჩანასახში, რაიმე რომ მოხდეს საველე ჰოსპიტალი როგორ უნდა განმარტოთ. შეგაჩერებთ, არ გეწყინოთ, მან ასეთი რამაც თქვა, ბარემ გეტყვით, რომ მეო სპეცკავშირებიდან მგონი, სწორად მახსოვს, გადმომიყვანესო, მითხრესო, რომ მოსაწყობია საველე ჰოსპიტალი, გასაკეთებელია. იგივეს ამბობთ, მგონი თქვენ, რომ გასაკეთებელი იყო, არ არსებობდა. გასაკეთებელი იყო, შეიარაღებული ძალებს სრულად გაპარტახებული ქონდა ეს მიმართულება. და შეიარაღებული ძალები არის დანაყოფი, რომელსაც შვიდობიან პერიოდში ზუსტად უნდა ესეთი რაღაცები გამართოს, ჩაატაროს. მე ზედმეს ბევრსაც გეტყვით, რამოდენიმეჯერ მე თვითონ ვიყავი, მინდოდა მენახა, რა დონეზე ხდებოდა ეს ყველაფერი და ავი დასამალიც არ იქნება, აი რეალური ოპერაციებიც კი მაგალითად ჩატარებულა ცხოველებზე. ცხოველი ალბათ მოგიხსენება, ცხოველი ხორი არის ისეთი, რომლის ორგანოების განლაგებაც კი ემთხვევა ადამიანის ორგანოების განლაგებას მუცლის ღრუში. ხო, რავი, თუ აქ ვინმე სამედიცინო ასე თქვაც, წარმომადგენელი არის, ამას დაადასტურებს. ანუ ეს არის ის, რომ ჩვენ გვქნით დანაყოფს, რომელიც მიწასთანაა გასწორებული. ასე შევქმნით ჩვენ დანაყოფები, ასე თქვაც, საინჟინრო დანაყოფები და ბევრი რაც არ იყო თავდაცვაში, რა ქვია, შეიარაღებულ ძალებში. და მე უბრალოდ სირცხვილია ჩემი მხრიდან ამაზე ლაპარაკი, იმ ნაკლოვანებებზე ლაპარაკი, როცა ადამიანები აკეთებენ იმას, რომ აი მაგალითად რატო იყიდა გენერალმა გოგავამ კავშირგაბმულობის სისტემები. ომი რო დაიწყება, მეორე დღეს უნდა შეუკვეთოთ
ომი რო დაიწყება, მეორე დღეს უნდა შეუკვეცოთ საველე ჰოსპიტალი ვარჯიში, არ უნდა ჩავატაროთ. აი, უბრალოდ თქვენთან არანაირის არა მაქვს, უბრალოდ ესეთ სახის მეთაურებს თან ადამიანი იძახის, რომ სპეცკავშირებიდან გადმომიყვანესო, მაგრამ იმას კი არ იძახის, ვინ გადაიყვანა იმ სპეცკავშირებში სამედიცინო გამოცდილებით ადამიანს. ბატონო ზაზა, მომისმინეთ, თქვენ ხო იცით, რომ თქვენ სამხრეები ახსენეთ და აქ არავის არ გვეშლება სამხრეების მაღალი პატივისცემა. ამიტომ ამ სამხრეებს გიდასტურებთ პატივისცემას. ნუ აღელდებით. ჩვენ არ გიწვევთ პაექრობაში პოლკოვნიკთან. თქვენ ნახავთ ვიდეოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ ვერაფერს ვერ ნახავთ ისეც, მაგრამ ეს არის ჩემი საქმე. ჩვენი საქმე არის სხვა რაღაცა. თქვენ ბრძანეთ, რომ 2006 წლიდან ხომ შემისწორეთ. 2007-ში კი არა, 2006-დან ვიყავი რეალურადო და 7-ში უბრალოდ გადმოვინიშნეო მე ჩემ სამოქალაქო ენაზე ვსაუბრობ. დასახელება შეიცვალა, კი ბატონო, ეს დავარქვათ. 2000 მე მიჩნდება კითხვა. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მე ვარ სამოქალაქო პირი და მე მაქვს ვალდებულებაც მაქვს, არამც თუ უფლება, რომ მქონდეს პოლიტიკური ხელისუფლების იმედი. მით უმეტეს მქონდეს სამხედრო ხელისუფლების იმედი, ხო? და გეკითხებით, რატომ რო გქონდა თქვენი იმედი, ამიტომ გეკითხებით. 2006 წელს მე მგონი არ არსებობს ეგეთი. აბატია. სამხედრო ძალების იმედი. დავარქვეთ, არ გამოვა ახლა. დათეგრი არ გამოვა. ხელმძღვანელობა. კი ბატონო. სამხედრო ხელმძღვანელობის იმედი. გქონდა ჩვენ ეს იმედი და ამიტომ გეკითხებით. 2006 წლიდან რატომ არ დაიწყეთ ამის შექმნა და რატომ გაგვახსენდა ეს 2007 წლის ნოემბერში? კი პასუხებთ. როდესაც მივედი შესაძლებლობა მომეცა იმისა, რომ გარდა ძალიან ბევრი რუტინული საქმის რაციკულ გასაკეთებელი, აი დადგა ჯერი იმისა, რომ კი ბატონო, ასე ბრძანეთ, რატომ მივიდეთ? კი ბატონო. შესაბამისად, არავითარი ესე იგი რომ შევაჯამოთ რაიმე საფრთხის განცდა, რომ შეიძლება რამე მოხდეს 2006 და 7 წლებში თქვენ არ გაქვთ. ვართ მშვიდად. კი ბატონო. ხო, თუ მაგას სიმშვიდე ქვია, იმიტომ რომ მოკლედ ერთ რამეზე შევთანხმდეთ. შეიარაღებულ ძალებს თუ არ აყავს მოწინააღმდეგე, ის ქმნის ჰიპოთეტურ მოწინააღმდეგეს, რომ რაღაცით მოტივირებული ყავდეს ჯარი. თავდაცვის უნარიანობის ამაღლებაზე ზრუნავდით, გასაგებია, მე ვამბობ სხვა. უბრალოდ მინდა რომ ეს ვარო, ამისთვის ეს ყველაფერი გასაგებია. და ამის შემდეგ დგება 2008 წელი. ჩვენთან აქ ბრძანდებოდა გრიგოლ ვაშაძე გუშინ და მას გავესაუბრეთ, არ ვიცი უსმინეთ თუ არა. 2008 წლის თებერვალში, 21 თებერვალს უმაღლესი მთავარსარდალიო ბრძანებს ბატონი გრიგოლი ხვდება პუტინს და იქ როგორც ბატონი გრიგოლი ბრძანებს, რომელიც ესწრებოდა ამ შეხვედრას, პუტინი ეუბნება საქართველოს პრეზიდენტს, რომ როგორც ბატონი გრიგოლი ამბობს, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ამერიკელებს აუცილებლად ვუპასუხებთ კოსოვოს გამო, ვუპასუხებთ თქვენს მაგალითზე, თქვენ არაფერ შუაში არ ახართ, მაგრამ თქვენი ბიოგრაფიის ბრალია ეს ყველაფერიო, რომ ჩვენ გეოგრაფია თქო. მან ბიოგრაფია. უფრო გეოგრაფიის ბრალია, ვიდრე ბიოგრაფია. გეოგრაფიაც ბევრ შუაშია ჩვენს ბევრ უბედურებაში ისტორიულად, მაგრამ მე თუ კურსში კარგად მესმის, მან თქვა ბიოგრაფია, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის ის, რომ 21 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი გრიგოლ ვაშაძე ესწრება ამ საუბარს. ახლა მე არ ვიცი რა ტიპის სიტყვები შეიძლება გამოიყენოს რუსეთის ფედერაციის პირველმა პირმა კიდევ მეტი, რომ საქართველოს პრეზიდენტს გაუჩნდეს საფრთხის განცდა. თუ ეს ყველაფერი ასე იყო და ჩვენ არა გვაქვს ეჭვის შეტანის საფუძველი ბატონი გრიგოლის
განცხადებაში. ამის შემდეგ მაინც თუ თქვენ პრეზიდენტისადმი დაქვემდებარებულ იერარქიულად დაქვემდებარებულ პირს, იმიტომ რომ ის იმავდროულად არის უმაღლესი მთავარსარდალი, თუ ჩამოვიდა, როგორც ამობთ ხოლმე თათბირებზე, ეს ინფორმაცია თქვენამდე, რომ ბატონო ზაზა, ბატონო გენერალო, საფრთხე გაჩნდა. იყო ასეთი თებერვალ მარტში მაინც 2008 წლის. არა, ის რომ კონკრეტული მითითება ყოფილიყო, არა. მაგრამ ის რომ საფრთხე არსებობდა, ჩვენთვის ცნობილი იყო, ავარიანტ. თქვენ იცით რომ შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონი იყო ჩართული ამ სამხრივ იგმაში, რომელიც ფორმატითაც იყო სამშვიდობო სამაჩაბლოს რეგიონში და აფხაზეთში. რაც შეეხებოდა კონფლიქტის ხაზთან უშუალოდ შეხებაში, პასუხისგებელი იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო. მაგრამ ჩვენი ერთი ბატალიონი, სამშვიდობო ბატალიონი შედიოდა იმ სამხრივი შეთანხმების სამშვიდობო ძალებში, რომელსაც ბოლოს გენერალი ულახმეტოვი ეთაურებდა. მაგრამ შიდა ინფორმაციების, რაც ჩვენი ხიდან ინფორმაციები მოგდიოდა, რაც იყო ხშირად იყო, ასე ვთქვათ, დაძაბულობა, ესკალაციები და მე შემიძლია ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ უფრო კომპეტენტური ადამიანი ჩემს მერე იქნება აქ დაკითხვაზე და აი ნებისმიერი, ასე ვთქვათ, კომისიის დასკვნის, რომელ დღეს, რომელი წუთში რა მოხდა, როგორ მოხდა, კომისიამ როგორ დააუქმა, ის ასე ვთქვათ, შეგვიძლია ზუსტით გადმოგცემთ ამას. ინფორმაცია, ეს ინფორმაცია რომ იქ, ასე ვთქვათ, დრო და დრო სიტუაცია იძაბებოდა, კონტროლიდან გამოდიოდა. გაგაწყვეტინებთ, მაპატიეთ, არ არის ეს კარგი საქციელი, როცა თქვენაირი ადამიანის პირისპირ არის სამოქალაქო პირი, მაგრამ გავთავხედდებით და გაგაჩერებთ. ამას არ გეკითხებით. ბატონ სოზარ სუბარს აქ ასევე გენერალი მიმშვენებს მარცხნივ ბატონი ტაბატაძე, აქ არის ცნობილი იურისტები, სახელმწიფო მოღვაწეები, აგერ არის ბატონი გურამი და სოზარ სუბარი დიდხანს დამსახურებია. და მეც რაღაცა ვიცი. ის რომ მუდმივად იყოს სპორადული შემოტევები, დაძაბულობა, ამას ნუ აგვიხსნით, ეს ვიცით, მაგრამ ახალგაზრდებისთვის ხშირად გავიმეოროთ, გეთანხმებით. მე სხვა რაღაცა გკითხეთ. ნახეთ, ბატონი გრიგოლი ამბობს, მე იქ ვიყავი და პუტინმა სააკაშვილს უთხრა, ჩვენ იმათ ამერიკელებს ვუპასუხებთ. ეს თქვენი ბრალი არ გეწყინოსო, დაახლოებით ესეთი რაღაცა უთხრაო. ვუპასუხებთ. ეხლა ღმერთმა დამიფაროს და მე რომ ყოფილიყავი სააკაშვილი, არამც თუ ჩამოსვლას დაველოდებოდი, არამედ გამოსული არ ვიქნებოდი იმ შეხვედრიდან, როდესაც პირველ რიგში თქვენ დაგიკავშირდებოდით და გეტყოდით, რომ რაც შეიძლება ითქვას იმ საშუალებით, რითაც დაგიკავშირდებოდით, რომ ესა და ეს ნაბიჯებია გადასადგმელი და ჩამოდივარ და უნდა დავიგეგმოთ, რომ საფრთხეებია რეალიზებული თითქმის და ბოდიში ავიცილოთ თავიდან. იყო ასეთი? არა. არა. მადლობა. შემდეგი შეკითხვა. საზოგადოებასაც და თქვენს ბოდიში უნდა მოგიხადოთ ყველამ 10 საათიდან გადავმოვათ, აგვზივართ, ეს არავის ბრალი არ არის, მაგრამ თუ შეგვეტყო ცოტა დაღლა. ამის შემდეგ მიმდინარეობს, ესე ვთქვათ, მარტი, აპრილი, მაისი და დგება ეს ავადსახსენებელი ზაფხული. ხდება უცნაური რამ, ბატონო ზაზა, და თქვენ ხო არ იცით რატომ მოხდა. ღია წყაროებში მაშინაც და ახლაც ხელმისაწვდომია, რომ უმაღლესი მთავარსარდალი თუ არ მეშლება ივლისის თვეში გაემგზავრა იტალიაში. შესაძლოა აგვისტოს დასაწყისიც ყოფილიყო, თუ არ ვცდები ბალნეოლოგიურ პროცედურებზე. ეს რომ არა სრული სურათი, რაც გარშემო კიდევ ხდებოდა, მიანიშნებს იმაზე, რომ უმაღლესი მთავარსარდალი არის
შვიდად კი არა. დაახლოებით ნირვანასთან მიახლოებულ მდგომარეობაში იმყოფება, იმდენად შვიდად არის. გახსოვთ თქვენ ეს რომ ის გაემგზავრა, დატოვა ქვეყანა? არა. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ თვით თავდაცვის მინისტრიც კი, ბატონი კეზერაშვილი, გასული იყო ქვეყნიდან და თუ არ ვცდები 7 აგვისტოს დაბრუნდა, თუ 6 აგვისტოს, ასეა? არა. მაგ დროს ქვეყანაში იყო. ბატონო? ქვეყანაში იყო და თუ არ იყო გასული. არ იყო წინარე პერიოდში 5-6. წინარე პერიოდში შეიძლება მანამდე ყოფილიყო. მაგრამ 7-ში თბილისში იყო. კი. 7-ში თბილისში იყო, მადლობა. კარგი, არიცით ეს რატომ ხდება. ასევე მოსახლეობა ადგილზე არ ნერვიულობს. მესმის რომ იმ დროს თქვენ და თქვენი დანაყოფები იქ არ ახართ, მაგრამ თქვენ ხართ გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი და დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემისგან, რომელიც გარშემო საკონფლიქტო კონფლიქტის არეალში პირველ ხაზზე პირობითად ვიტყვი იყო და ფლობდა ინფორმაციას, მათგან მაინც გეცოდინებოდა ჩფოთავს მოსახლეობა თუ არ ჩფოთავს. მოსახლეობა საევაკუაციოს და გასაქცევს ამ დროს იქ ვერაფერს ვერ ხედავს, ხო სწორად ვიცით? არა მარტო მოსახლეობა. კიდევ? სტრუქტურებიც კი ვერ ხედავენ. სტრუქტურებიც კი ვერ ხედავენ, კი ბატონო. თუმცა ივლისის ბოლოს უკვე დავესესხები ბატონ გრიგოლ ვაშაძეს და ასევე დავესესხები არაერთ ტელეინტერვიუს მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა, რომლებიც დღესაც ხელმისაწვდომია, ან ივლისის ბოლოს, მინიმუმ ივლისის ბოლოს, ან 4 აგვისტოს უკვე ღიად ამბობენ, რომ საფრთხეში ვართ, ოღონდ ამას ამბობენ პოლიტიკური თანამდებობის პირები. ყველაზე ადრე 4 აგვისტოს. თქვენ ამ დროს გაქვთ თუ არა საფრთხის იმავე ხარისხის განცდა, რაც მათ? ეს შემიძლია გიცოთ 1 აგვისტოდან დაიწყო. 1 აგვისტოდან. ეს არის ავნევინულის მიმართულება. დიახ. სადაც დაიწყეს როგორც ამ სოფლის, ამ ქართული სოფლის დაბომბვა, ესკალაცია და პლუს ამას შემდეგ მოყვა უკვე ჩვენი სამშვიდობო პუნქტების დაბომბვა და მე მინდა გითხრათ რომ ეს არის ერთიანი სისტემის ჯაჭვის შემადგენელი, ჩვენი სამშვიდობო და იმათი არ არსებობს, ეს არის ერთიანი სამშვიდობო ძალები, რომელიც არის სამხრივი შეთანხმება, სადაც შედიოდა ერთი რუსული, ერთი სამხრეთ ოსური ბატალიონი და ქართული ბატალიონი. ჩვენი პოზიციები პირწმინდად გაასწორეს მიწასთან. რასაც მოყვა უკვე 6-ში ჩვენი ორი ჯარისკაცის დაბომბვა ერთ-ერთ ბოსზე. რომელ რიცხვში იყო ეს ორი ჯარისკაცის დაბომბვა? ეს 6-ში იყო. 6-ში. პირველიდან დაიწყო სამშვიდობოების, იმ სამშვიდობოების, რომლების შემადგენლობაზეც ყველაზე პასუხისგებლობა ჰქონდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს. კი ბატონო. 1 აგვისტოდან გენერალი გუგავა, ესე იგი ბატონი ვაშაძე ივლისის ბოლო დღეებში გრძნობს ამ საფრთხეს. მიუხედავად იმისა, რომ 21 თებერვალს უკვე თქვა, რომ ესე გითხრა პირდაპირ, თქვენ 1 აგვისტოდან გრძნობთ ამ საფრთხეს უკვე და ტელეინტერვიუებში ეს საფრთხე დადასტურებულად უკვე იგრძნობა მინიმუმ ყველაზე გვიან 4 აგვისტოს. კარგი, ეს დადგენილ ფაქტად. აქვე მინდა გითხრათ, რომ მე ამ საკითხზე არ მიგვავიწყდეს ეს. დიახ. თითქმის თანაზომადი სახის პროვოკაცია მანამდეც რამოდენიმე ჯერ განხორციელდა და ჩვენ მოვახერხეთ ამ პროვოკაციის თავიდან აცილება. რომელ წელს? ეს 7-შიც იყო და 6-შიც. აი, მამუკა რო იქნება ურაშვილი გითხეთ და მამუკა 2006-ში. 6-ში და 7-შიც. ან თითქმის თანაზომადი. და ყოველთვის ვცდილობდით, რომ აი კონფლიქტის ხაზის ირგვლივ ხო, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც იყო, ყველა ჩემს საწინააღმდეგოდ ყველა აყენებს ამ ასე ვთქვათ, ასე რა ქვია, მოთხოვნას, რომ რატო არ იყო ეს ყველაფერი ფორტიფიკაციულად გამართული და ეს ყველა. ერთი ბარის ნიშაბის პირიც კი სადმე ამოგვეთხარა, საერთაშორისო ორგანიზაციები ამაზე, ნუ აი მთელ მასანაშვებოდნენ, რომ თავდაცვის სამინისტრო
რაღაც მოქმედებაში მოვიდა იქ. ამიტომ ყველანაირად იმისთვის რომ აქედან მხრიდან სამხედრო ესკალაციის არანაირი საფრთხე და ნიშნები არ ყოფილიყო. ამისთვის ყველაფერს აკეთებდა შეიარაღებული ძალები. ეს მოცემულობა იყო იქ ყოველთვის, მაგრამ ის რომ იქ ესეთი სახის ესკალაცია სხვა დროსაც იყო, ბევრჯერ აგვიცილებია ეს თავიდან, მეცაც გეტყვით, ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ დაჭრილი ყოლია, დაკავშირებია ჩვენი მეთაური სამშვიდობო ძალების მეთაურს, გაუკეთებიათ იმ რაღაც მონაკვეთის კორიდორი, გადაურჩენიათ ადამიანი. პირველი ნიშნები იყო, სადაც უკვე კავშირები გაწყვიტეს, ერთ-ერთი ამ რიგითებიდან დაჭრილი იყო და ისეთი ცვალებადი ინფორმაცია მოვდიოდა, რომ აი ძალიან ცუდად არის, გარდაიცვალა, არა ისეთ და არ მოგვცეს იმ დღეს ამის საშუალება. ანუ მე მითომ ვიძახი, რომ ესეთი სახის ესკალაციები ყოფილა იქ, მაგრამ ჩვენ ამას თვავს ვარცმევდით, იმით რომ ეს არ გადაზრდილიყო იმაში, რაშიც შემდეგ 2008 წელს გადაიზარდა. ეს მინდა რომ იცოდეთ ინფორმაცია. ესე იგი, რო შევაჯამოთ, რაც თქვენ ბრძანეთ. თქვენ იმ პოზიციას მიყვებით, რაც ჩემი აზრით სწორი პოზიცია, რომ იმ ვითარებიდან, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და იმ თუნდაც სამართლებრივი შეთანხმებებიდან გამომდინარე, რაც მოწინააღმდეგე მხარეებს შორის 90-იანი წლებიდან იდებოდა, სამხედრო პირს, რომ თუნდაც ჩქამი ყოფილიყო პატარა, ამას მოყვებოდა ძალიან დიდი რეაქცია უარყოფითი და ამიტომ თქვენ ამბობთ, რომ გამორიცხულიც კი იყო, რომ თქვენ რაღაცა ნაბიჯი გადაგედგათ და თუ კი რამე ხდებოდა მოწინააღმდეგის მხრიდან, ამას ამბობთ. თქვენ შტაბის ხომ არ ხელმძღვანელობდით, როდესაც 2006 წლის ზაფხული იყო მგონი, როდესაც ჩვენი მძიმე ტექნიკა შევიდა კოდორის ხეობაში. არა. მე შტაბს ხელმძღვანელობდი 2006 წლის ნოემბრიდან. ნოემბრიდან, გასაგები. გავაგრძელოთ თქვენი ნებართვით, ესე იგი დადგა 6 აგვისტო, 2 ქართველი ჯარისკაცი სამშვიდობო. კოდორის ხეობაში მე იმ ოპერაციაში მონაწილეობდი, მაგრამ იქ არანაირი მძიმე ტექნიკა არ შესულა. ეს შეუძლია ყველამ გადაამოწმოს. კარგი, ამაზეც ვისაუბროთ მაშინ ბატონო. მძიმე ტექნიკაში თუ ითვლება მუხლუხიანი გამწეს სატრანსპორტო საშუალება, ეგრეთ წოდებული MTLB, კი ბატონო, მაშინ იმ ადამიანებს შეუძლია თქვა, რომ იქ მძიმე ტექნიკა იყო. ტრანსპორტია, რომელსაც უნდა კარგი, კოდორს მე მგონი ბერე დაუბრუნდეთ, ბანოსტო რამ თემაზე გნებავდათ. მონადირის გაუქმებასთან დაკავშირებით ბრძანება ვის მიერ იქნა მიღებული, თქვენ რა პოზიციაში იყავით მაშინ? კარგი. კოდორს დაუბრუნდეთ, ეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორია და რა თქმა უნდა ვერ განიხილება ცხინვალის რეგიონისგან დამოუკიდებლად. 6 აგვისტოა, 2 ჯარისკაცი სამშვიდობო ძალებიდან დაღუპულია ქართველი. დგება 7 აგვისტო. 7 აგვისტოს ან 6 აგვისტოს თუ გქონდათ თქვენ უმაღლეს მთავარსარდალთან შეხვედრა? არა, პირადად არა. პირადად არა. თუ გქონდათ თქვენს მინისტრს შეხვედრა, რის მერეც დავალებები მიიღეთ? მინისტრს შეიძლება ქონდა შეხვედრა, მაგრამ რაიმე კონკრეტული დავალება ანუ მიხეილ სააკაშვილი თქვენ არც 6-ში და არც 7-ში არ გინახავთ. არა. არც 8 აგვისტოს. 8-ში კი? 8-ში, კარგი. 8 აგვისტომდე სანამ რამოდენიმეჯერ მინდა. აი მივალთ 8 აგვისტომდე. 6-ში და 7-ში თქვენ ის არ გინახავთ, მაგრამ თუ დაგიკავშირდათ ან თქვენ თუ დაუკავშირდით 6-ში ან 7-ში. 7-ში ეს არის 23 და 45. 23 და საღამოს დაგიკავშირდათ. მაშინ სანამ მივალთ საღამომდე მინისტრთან თუ გქონდათ შეხვედრა 7-ში ან 6-ში? მინისტრთან კი, მინისტრთან თითქმის ყოველდღიურად. კარგი. აბა რო გვიამბოთ თუ შეიძლება 6 აგვისტოს და 7 აგვისტოს ქრონოლოგიურად და თანმიმდევრობით რა შეხვედრა იყო ბატონ კეზერაშვილთან, რა საუბარი გაიმართა და ამ შეხვედრებს თუ ესწრებოდა კიდევ სხვა რომელიმე პირი? კი, წესით
ზუსტად ვერ გავიხსენებ ახლა, მაგრამ დღის განმავლობაში არ იყო შემთხვევა, რომ მე რამოდენიმეჯერ არ შეხვედრობ. არა მარტო 6-ში და 7-ში, ისედაც რა. ანუ 6-ში თუ არ ვცდები, ან 6-ში, ან 7-ში იყო შეხვედრა, სადაც სხვა სამხედრო პირებიც ესწრებოდა. საჩივ შეხვედრა ხო არ გახსოვთ თქვენთან შტაბში? არა, ჩვენთან არა. მოგეხსენებათ იმ ეზოში ორი შენობა, ერთში იყო გაერთიანებული შტაბი, მეორეში თავდაცვის ხშირად იყო ისე რომ ვთქვათ, ჩვენთან გადმოდიოდა და ჩვენ დარბაზში ხდებოდა, იყო თავდაცვის შენობაში. 7-ში. 7 ან 6-ია, მაგრამ ესეთი ფართო შეხვედრა. აი რა, ფართო შეხვედრა გვაინტერესებს სწორედ. დღის რა პერიოდია ეს? ღამეა, შუადღეა? დილაუთენია, რომელი? არა, არანაირი დილაუთენი არ არის, უფრო ალბათ შუადღე გადასული თუ გადასული. კარგი და რომ გვიამბოთ ვინ ესწრება, რა საუბარი გაიმართა და თუ მიიღეთ იქ რაიმე გადაწყვეტილება. არანაირი გადაწყვეტილება იქ. ვინ ესწრება ამ შეხვედრას? შტაბის წარმომადგენლები. შეიძლება ყოფილიყო როგორც სახმელეთო ჯარების სარდალი, ჯეის წარმომადგენლები, ანუ ეს არის ჩერერებული ძალების დეპარტამენტები, J1-დან J7-ის შატყით, მაშინ ჯერ კიდე 8 არ იყო შექმნილი. შეიძლება ყოფილიყო J3, J6, თუ რომ ხშირად ოდესაც გაფართოებული შეხვედრას ვატარებდით, პრაქტიკულად შტაბის ყველა წარმომადგენელი. და მინის მიყავდა ეს თათბირი თუ თქვენ? ეხლა უყურეთ ამ თათბირის ესე ვთქვათ, როგორ მიდის. ხშირად იყო რომ მოსმენას მაგალითად თავდაცვის მინისტრის ეს არის მოსმენა და ყოფილა შემთხვევა რომ მასთან ერთად დაგვიწყია თათბირი, მას გარკვეული ინფორმაცია მიუღია და შემდეგ ჩვენ სამხედროს გაგვიძლებია ეს. ამ შემთხვევაში როგორ იყო? იქ რაიმე დავალებები რომ თუ არის ადამიანი ძახის რომ იქ რაიმე დავალებები გაიცა მინისტრის მხრიდან ან რაღაცა მოვიდა პოლიტიკური ხო მესმის რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა თავდაცვის სამინისტრო და შერერებული ძალები. ეგეთი რამე არ ყოფილა. ესე იგი ამ შეხვედრას თქვენი ასევე თქმა ის რაც მიმდინარეობს ამ წუთში უკვე ეს განიხილება რა მდგომარეობა უბრალოდ იმიტომ რომ დაღუპული ყავს ორი ჯარისკაცი დაღუპული ყავს ეს მდგომარეობა იქ განიხილება. ესე იგი სავარაუდოდ ეს შეხვედრა 7-შია ჩატარებული, ვინაიდან ორი ჯარისკაცი 6-ში დაიღუპა. მაგრამ ესეთ შეხვედრა იყო. ყოველ შემთხვევაში ორი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ ხდება ეს შეხვედრა. ბატონი მინისტრი თავდაცვის დავით კეზერაშვილი თქვენ ბატონი ყურაშვილი ესწრება ამ შეხვედრას? შეიძლება ყურაშვილი არ იყოს ამ შეხვედრაზე, შეიძლება. არ გახსოვთ. იმიტომ რომ არ მახსოვს, იმიტომ რომ ზუსტად აი სამშვიდობოების მას ინციდენტს ეხება ეს ყველაფერი, არა გამორიცხული რომ ყურაშვილი არ იყოს ამ შეხვედრაზე, უშუალოდ იყოს კონფლიქტის ზონაში. ბატონი ვანო მერაბიშვილი? ამ შეხვედრაზე არა. სხვა შეხვედრაზე? ყოფილა შემთხვევა მოსულა და საუბარი 7-ში შეხვედრაზე, ან 8-ში შეხვედრაზე თუ ყოფილა თქვენ იმ შეხვედრაზე, სადაც თქვენ იყავით? 8-ში უკვე ეს შეხვედრა არის გორში. გორში არის ეს შეხვედრა პოლიციის შენობაში, მე შეხვედრა. მივალთ იქამდე. უზნაძის ქუჩაზე ვართ ჯერ. ესე იგი, თავდაცვის სამინისტროში გადახვედით თქვენ და იქ არიან მარტო სამხედრო პირები და თავდაცვის წარმომადგენლები და მინისტრი ბრძანდება. მეტი არავინ, გარეშე პირი იქ არ არის. და უბრალოდ ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ ასე ვიტყვი, უბრალოდ განიხილეთ შექმნილი ვითარება და გადაწყვეტილებები არ მიგიღიათ. ვისი მოსმენა იყო, როგორც თქვენ ბრძანეთ? ამ კონკრეტული ძირითადად ამ კონკრეტული ფაქტის ირგვლივ და ნებისმიერი პირი ვისაც სურდა ამბობდა, რასაც ფიქრობდა. რა თქმა უნდა. გასაგებია. და როგორ შეფასდა ვითარება, რომ ეს არის უკვე ძალიან დიდი საფრთხის შემცველი თუ როგორ დაიშალეთ, ასე ვთქვათ. ვითარების შეფასება ეს არის, რომ ესკალაცია ფაქტია. ეს თქვით, რომ ესკალაცია. რაღაცნაირად ამას უნდა, ასე ვთქვათ, მოთმინებით უპასუხოთ.
ვუპასუხოთო მოთმინებით. მოთმინებით. ანუ პასუხი უნდა იყოს მოთმინება. იქ რაიმე ტიპის მოქმედებაზე გადასვლაზე საუბარი არ ყოფილა. ასე ჩაიარა 7-ის დღემ, სანამ დაღამდა. და 12-ს რომ აკლია წუთები, გირეკავთ უმაღლესი მთავარსარდალი თქვენ. და რას გეუბნებათ? რომ მიიღეთ ზომები, ჩაახშოთ საცეცხლე წერტილები, საიდანაც მოდის ცეცხლი ქართულ დასახლებაზე და სამშვიდობო ძალების წერტილებზე. ეს უკვე არ არის მარტო მიმართულება ნული დავნევი, ეს არის არაბუკი ქვემოთ არის ვანათი, ბელოთი და შესასვლელი როა იმიდან რა ქვია ერედვიდან მაგის მარცხენა მხარეა ზემოთ, სადაც ჩვენ გვაქვს სამშვიდობო, რა ქვია, პოსტი, ქართული სამშვიდობო პოსტი. ქვემოთ ერედვის გასასვლელში ვანათის შესასვლელთან ჰქონდათ რუსებს, ზემოთ ჩვენ ჰქონდა. ეგ უკვე ანუ გააფართოვეს, ასე თქვათ, არეალი ამ იმენების. და როდესაც თქვენ უზნაძის ქუჩაზე სამინისტროში შეხვდით, იქ ამ დროს ეს არეალი გაფართოებული ჯერ არ არის? არაბუკი არ იყო გაფართოებული. ესე იგი, თქვენ შეიკრიბეთ პროფესიონალები და სამხრეებიანმა გამოცდილების მქონე პირებმა გადაწყვიტეთ, რომ გაქვთ რა ის ინფორმაციები, რაც გაქვთ, მაინც იმ მომენტში ჯობს მოთმინებით ყოფნა იმ ეტაპზე. თუმცა საღამოს გირეკავთ უმაღლეს მთავარსარდალი და გეუბნებათ, რომ ჩაახშეთ მოწინააღმდეგის ცეცხლი. საცეცხლე წერტილი. რითი უნდა ჩაახშოთ ცეცხლი თუ არა ცეცხლით? სწორად მიხვდი. ანუ მოგცათ ბრძანება, სხვა არაფერი ქვია, რომ გახსენით ცეცხლი. ეს არის 23 და 45. 15 წუთი აკლია. 12 საათს 7 აგვისტოა. მიმართულება თუ გითხრათ, რა მიმართულებით გახსენით ცეცხლი? მიმართულება უკვე ეს ჩვენი გადასაწყვეტია. თქვენი გადასაწყვეტია. აღმოვაჩინოთ საცეცხლე ადგილები და უპასუხოთ იქ. თქვენ უკვე დაკავდით საქმით, აღმოაჩინეთ საცეცხლე ადგილები და თქვენ გაეცით ბრძანება, რომ ჩავახშოთ ცეცხლი. რა წერტილები აღმოაჩინეთ და რომლის ჩაქრობას შეეცადეთ? ეს არის პირდაპირ თუ შევხედავთ აქედან მარცხენა მიმართულება, ავნევიდან ულის უკან პოზიციები, საიდანაც სეპარატისტული კი არა, უკვე რუსული მერე დასტურდება ეს ყველანაირად და ჩვენ სიღრმისეულად გავიარეთ ეს თქვენთან ერთად და ბატონ გოჩასთან და ბექასთან ერთად მგონი გახსოვთ ეს უკვე რუსული დანაყოფების ზარი აკრძალული, ანუ იქ არის ესეთი რაღაცა სამშვიდობო არეალში არის დასაშვები იარაღი და აკრძალული იარაღი, ანუ კალიბრაციით. ანუ ეს უკვე აკრძალული იარაღია, რომლითაც იბომბება, რომელიც არ უნდა იყოს საერთოდ ამ ასე ვთქვათ კონფლიქტის ტერიტორიაზე. ეს არის ჰააგის სასამართლოს მასალებში. ესე იგი, თქვენ ეს დაადგინეთ, მხოლოდ ერთი ადგილი? საცეცხლე პასუხი ეგ იყო, არა. რამოდენიმე ადგილი. რამოდენიმე. მაგრამ პირველი ეს იყო. დიახ. შემდგომი თუ მხოლოდ ეს იყო და არა, შემდგომი უკვე რვათენდება და უკვე მივდივართ ესკალაციამდე, თუმცა თუ აქ გვინდათ ეს ასე ვთქვათ, აქ ეს ნაწილი აქ ჩავრთოთ და თუ გინდათ მე განვავრცოთ, იმიტომ რომ იქ რაღაც დონეზე გასაგებია. ანუ ცეცხლის ჩახშობის დროს თქვენ ერთზე მეტი წერტილი გქონდათ, ასე ვთქვათ. ჯამში რამდენი ხომ ვერ გვეტყვით? ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ერთზე მეტი. ერთზე მეტი, კი ბატონო. და ეს ჩახშობის ოპერაცია რომელ საათზე დაასრულეთ და ჩაახშეთ თუ არა წარმატებით? ჩახშობის ოპერაცია პრაქტიკულად არ დასრულდა. არ დასრულდა. ეს დასრულდა 5 დღის მერე. 5 დღის მერე, გასაგებია. სარაბუკი ახსენეთ და აქ ჩაგეკითხებით. სარაბუკში თქვენი ბრძანებით შევიდა სახმელეთო ჯარი თუ სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელმა გაცა ბრძანება 7-ში? 7-ში არავინ არ შესულა. არავინ არ შესულა. როდის შევიდნენ სარაბუკში თუ არ შესულხართ? სარაბუკის ტერიტორიაზე თუ რო ახსნა ზუსტად ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა გაიარა არა სარაბუკი.
სარაბუკში არ შესული. არ ყოფილან, იმიტომ რომ სარაბუკიდან უნდა ასულიყო თლიანზე და ეს 60-ანა იყო ის რაც 2008 წლის აგვისტოს ომში ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეასრულა. კი ბატონო. ეხლა 8 აგვისტოა და თქვენ გათენდა ეს ალბედითი ღამე და 8 აგვისტოს რა შეხვედრებია და რა ხდება რომ მოგვიყვეთ? 8 აგვისტოს უკვე იმ ინფორმაციებით რაც მოდის და პლუს ამას ასე თქვა უკვე რასაც საბრძოლო დაზვერვა შეიძლება დავარქვათ რასაც თვალხილულად ხედა უკვე პრაქტიკულად ჩვენ გეგმავთ თავდაცვის ოპერაციას, რასაც მანევრული თავდაცვა ქვია და რა ვიცი ნებისმიერი სამხედრო რომელიც ერკვევა ამ ყველაფერში იცის რა არის მანევრული თავდაცვა. ჩვენ გეგმავთ უკვე გეგმის შემუშავებას იწყებთ 8-ში? დიახ. მანამდე თავდაცვას არ ქონია სამხედრო გეგმა შედგენილი რომ რას ვაკეთებთ? კიდევ ერთხელ უსვავ ხაზს რომ შეიარაღებული ძალები არ ემზადება იმისათვის რომ კონკრეტული გეგმები და ამოცანები კონდეს დასმული მის ტერიტორიაზე. ამიტომ გეგმა რომელიც შეიძლება და არსებულიყო როგორ უნდა შევიჭრათ სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ეგეთ გეგმა არ არსებობს. არ ვიცი დღესაც თუ წარმოუდგენელია ეს ამას არ ვამბობ ეს გეგმა ვერ იარსებებდა თუმცა არსებობდა თუ არა გეგმა ოკუპირებული იყო 2008 წლამდეც ოკუპირებულ ტერიტორიაზე თუ მოხდა რაღაც ჩემენაზე ვამბობ სამხედრო ენაზე სხვა რაც გნებავთ ის დაარქვით მოხდა რაღაც რას აკეთებს ამ დროს ჩვენი შეიარაღებული ძალები ეს გეგმა არსებობდა ეს გეგმა არსებობდა მაგრამ აქვე მინდა გითხრათ პირველივე გასროლის შემდეგ და ამას რიგითი დაგიდასტურეთ, რომელიც ერთი თვის გაწეულია შეიარაღებული ძალა. პირველივე გასროლის შემდეგ გეგმა, რომელიც არის აბაზისო, ის ყოველთვის იცვლება. მას უნდა გადაგეგმა, გამოწვევების სხვა არის, ინფორმაცია სხვა. მაშინ ასე გითხარით, საბაზისო გეგმა რას გულისხმობდა და მე როგორ დააკორექტირეთ? საბაზისო გეგმა, ამას აქ ვერ მოყვებით. ეს შეიძლება ეს უბრალოდ ნებისმიერი ფორმატი შეგიძლია შექმნათ, სადაც სამხედროებიც იქნებიან კი ბატონო. ესე იგი არსებობს რაღაცა საბაზისო გეგმა, მადლობა რომ გითხარით და ამ გეგმის კორექტირება ხდება მოვლენების განვითარების და მიხედვით უკვე 8 აგვისტოს. სანამ ამის კორექტირებას აკეთებთ, თქვენ რომ უმაღლესმა მთავარსარდალმა გიბრძანათ, რომ ჩაახშეთ ცეცხლის წერტილები. შემდეგ ალბათ ღამის განმავლობაში მასთან კვლავ გქონდათ კონტაქტი. კი. და რას გეუბნებოდათ? სიტუაცია უნდა მოახსენო. ახსენებდით დროდადრო სიტუაციას. რას ახსენებდით, რომ ზოგან წარმატებული ვარ, ზოგან წარმატებელი? სიტუაციას რაც ხდებოდა. რა ხდებოდა? რა ვიცი, რაღაც მიმართულებაზე შევძელით ამის გაკეთება, გამოიკვეთა სხვა სამიზნეები, ახლა იმ სამიზნეებზე მუშაობთ, გეგმას ვაკეთებთ მისთვის. და ძირითადი გეგმა რაც შეიძლება ჩვენთვის ყოფილიყო და რაც ამ ბრძოლის შემდეგ შეიარაღებულმა ძალებმა შეძლო თავდაცვის ძალებს არ მინდა მარტო შეიარაღებულ ძალებს მიეწეროს ეს იმიტომ რომ სამხრებიან ტერმის ვიხმარ იმიტომ რომ ყველა გადასულია შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში ყველა თავის ამოცანას ასრულებს ეს იყო მძევლის სიტუაციაში მყოფი ხეობისგან ხალხის გამოყვანა ძირითადი დავალება იყო ეგ. ვინ მოგცათ ეს დავალება? უმაღლესმა მთავარსარდალმა. პირველი ამოცანა. 7-ში ღამით? არა, 7-ში ღამით არა. უკვე 8-ში რომ აი ეს წერტილების შახშობიდან. წერტილების შახშობაზე რომ გადავედით და შემდეგ ეგ უკვე სხვა რაღაცაში იზრდება, უკვე საფრთხე ემუქრება პირდაპირ ძევლად ყოფ ხეობას. კი ბატონო, გეთანხმებით, არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. ესე იგი პრიორიტეტი არის ამ დროს უკვე ხეობა. კი, ნახეთ, მოდით ჯერ სანამ გათენდება 8 აგვისტო. თქვენ მიხეილ სააკაშვილთან გაქვთ 7-ში ღამით მუდმივი კონტაქტი? ეს არ გვიკვირს? თუ დავარქმევთ მაგას მუდმივ კონტაქტს კი ბატონო. ბატონო? მუდმივ კონტაქტში რას გულისხმობთ ეგ არის. ყოველ 10 წუთში არა შეიძლება. ღამეში 12 საათია და 5-6 ჯერ მაინც ხო დაელაპარაკეთ, არ ვიცი, რამდენჯერ დაელაპარაკეთ? არ ვიცი, ბევრჯერ ალბათ.
ხო, მრავალჯერ, იმიტომ რომ ნუ ბუნებრივია, სხვანაირად ვერც წარმოგვიდგენია. და არა მარტო მასთან, იმიტომ რომ ამ დროს უკვე საჭიროა რომ კიდევ ვისთან? რა თქმა უნდა, თავდაცვის მინისტრთან. მინისტრთან. შინაგან საქმეთა მინისტრთან? შინაგან საქმეთა მინისტრთანაც. კი ბატონო. ხომ არ იყო ამ სამ პირს შორის რაღაცა მაინც სამოქალაქო პირები იყვნენ სამივე თქვენგან განსხვავებით და რაღაცა განსხვავებული მიდგომები, ინსტრუქციები, ბრძანებები. არა, ერთ ჭკუაზე იყო სამივე. ხო, ნუ თუ რას გულისხმობთ მითხარით და პირდაპირ გეტყვით. ერთ ჭკუაზე ყოფნა რას ნიშნავს? ერთ ჭკუაზე ყოფნა ნიშნავს, როდესაც უმაღლეს მთავარსარდალი გეუბნებათ, რომ ჩაახშეს საცეცხლე წერტილები, როგორც თქვენ ბრძანეთ, ხომ არ ქონდა ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრს ან თავდაცვის მინისტრს განსხვავებული მოსაზრება, მაგალითად ის, რაც თქვენ თქვით, რომ უზნაძის ქუჩაზე როცა შეიკრიბეთ, მაშინ ყველანი შეთანხმდით, სადაც იყო თავდაცვის მინისტრი, რომ ვუპასუხოთ მოთმინებით. ამას გულისხმობ სხვადასხვა ჭკუაზე ყოფნას. ხომ არ იყო ასეთში 7-ში ღამე? არა, ასთა სხვადასხვაობა. ასთა სხვადასხვაობა არ იყო ამ სამ პირს შორის. კიდევ ვინმე მაღალი თანამდებობის პირს ხო არ ქონდა თქვენთან ღამით კონტაქტი ამ სამი პირის გარდა? არა. სხვა გამორიცხული. არავის, კარგი. შესაბამისად თქვენ ახსენებდით, რომ რაღაც შეძელით, რაღაც ვერ შეძელით და გათენდა 8 აგვისტო. 8 აგვისტოს უკვე არის ფიზიკური თათბირები და შეხვედრები გორში. ამას ამბობთ? არა. 8 აგვისტოს უკვე ჩვენ ოპერაციის გადაგეგმას ვაკეთებთ. დიახ. უკვე საველე შტაბი გვაქვს. სად? ამასაც დახურმაზე გეტყვით, რა ვიცი, თუ არ იქნება უპრიანი მე მგონი. თორე გვაქვს. ქალაქი თუ სოფელი იყო? სოფელი ახლა გორთან ახლოს ვარა უნდა იყოს, სოფელი. სოფელი. საველე შტაბი ახლოს მიწეული. გასაგებია. გაქვთ თქვენი შტაბი და იქვე სადღაც აქვს ეს საველე შტაბი მაბადიეთ, არის პრაქტიკულად მობილური შტაბია, რომელსაც 5 დღის განმავლობაში ჩვენ ვარ ვწდები, თუ კარგად მახსოვს, ორჯერ შევუცვალეთ ადგილი. კი ბატონო. დღესაც არსებობს ეს შტაბი? ეს შტაბი დღეს არის. არა, აბა რა არის დახურული იმაში, ამდენი წლის წინ სად იყო საველე შტაბი? არ ვიცი, ხვალ და ზეგ რა დაჭირდება შეერახებულ ძალებს და ისი გამოყენება დაჭირდება, ამიტომ თქვენ უკეთხედავთ რა ჯობს ჯარისთვის. ალბათ ხვდებით, რომ ტაქტიკურად ხელსაყრელი ადგილებია, რაზეც ვლაპარაკობთ და ნუ კი ბატონო, სოფლად არის, ეს არ არის გორში, ამის თქმა მინდა, ეს არის სოფლად. არის საველე შტაბი. მაგრამ პარალელურად იქ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც თავისი შტაბი აქვს. მე გამოვდივარ ამ შტაბიდან. რომელი შტაბიდან? ხშირად, ჩემი შტაბიდან, მობილური შტაბიდან გამოვდივარ და მივდივარ მაგალითად უმაღლეს მთავარსარდალთან შესახვედრად. ერთ-ერთი შეხვედრა იყო გორში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფის შენობაში. 8-ში. რომელ საათზე? საათი ზუსტად არ მახსოვს. ეს 5 საათზე ხო არ ხდება დაახლოებით, არა, უფრო ადრე? ჩამოსულია სააკაშვილი გორში. ვინ ესწრებოდა ამ თათბირს? ჩემებიდან მე და დათო კეძერაშვილი ვიყავით, ანუ სამხედროს ვარ ყოფილა იქ და რაღაც დაახლოებით შემიძლია ვთქვა 9 საათიანი შეხვედრა გქონდა. ჩემი დროიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ამ დროს ყველაზე მეტი რაც არის საშური, რომ ესეთ ადამიანს დრო არ უნდა წაართო. დრო არ უნდა წაართო ლაპარაკში. იყო ივანე მერაბიშვილი, იყო რამოდენიმე მისი დანაყოფის მეთაური შეიძლება ყოფილიყო, რამოდენიმე უარებს ვერ გავიხსენებ. ბატონი შალვა ხო არ იყო ჯანიშვილი? შალვაც იყო? შალვა ამ შემხვედრაზე? კი, იყო შალვა. იყო შალვაც? იყო. გორში ამ შეხვედრაზე. ესე იგი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი, გენერალი გოგავა, ბატონი შალვა, ჯანაშვილი კიდევ? განაჩენი გვარები არ მახსოვს, მაგრამ შეიძლება იერარქიაში დაბალი. უგულავა ხომ არ იყო, რომელსაც უგულავა მან და არ მინახია. უგულავა სხვაგან მინახია. კი ბატონო. ამ შეხვედრაზე რა გადაწყდა? უკვე მძიმე ვითარებაა ფაქტია? მე პირისპირ, რასაც ვახსენებდი, უბრალოდ პირისპირ მითხრეს, რომ აქ არის უნდა შენი ნახვა, მივედი და პირისპირ გავესაუბრე რა. ამას ისმენდნენ სხვებიც. კი. ამ დროს უკვე მიდის კორექტირება, ხომ? ამ დროს კორექტირება მიდის გეგმის და უკვე ცხინვალის ასე თქვათ, მისადგომები ქალაქის ერთ ნაწილში
შესვლა ხდება, იმიტომ იქ უკვე დინამიურად მიდის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. მაგრამ აქ ერთი ნიშანდობლივი ფაქტია, ის კომისიაც ამას ხაზს უსვავდა, მე ძალიან დიდი ასე ვთქვათ, განხილვები მოყვა ამას მამუკა ყურაშვილთან დაკავშირებით ცენტრალურ მიმართულებაზე, რატო იყო ესა სამშვიდობოების ჩვენი უმაღლესი წარმომადგენელი მეთაური. გაგაწყვეტინებთ ბოდიში ყურაშვილთან დაკავშირებით იყო, მაგრამ აი ყურაშვილი ამ ძირითადი მიმართულებაში რომ ავხსნათ იგულისხმება ცხინვალი. ცენტრალური მიმართულება. ძირითადი მიმართულება არ, ცენტრალური. ცენტრალური იგულისხმება ცხინვალი. ესე იყო დაყოფილი. ცხინვალი. ხო. ცენტრალური მიმართულება, ანუ ცხინვალში შესვლა, ამაზე პასუხისმგებელი ხდება ყურაშვილი. ამ შეხვედრაზე შეთანხმდა ეს გორში? ყურაშვილი არ ხდება ცხინვალში შესვლაზე პასუხისმგებელი. აბა? ყურაშვილი სანამ ცხინვალში შესვლა მოხდებოდა, მანამდე იყო მიმართულებაზე და მე ამას აქაც ვადასტურებდა, ამას აქვს ახსნა, რამაც გარკვეული წარმატებები მოიტანა ჩვენთვის. და რატომ? და რა იყო ჩვენი ჩანაფიქრი? ბატონო ზაზა, ნახეთ, რასაც ამბობთ, ეს უმნიშვნელოვანესია ახსნა, მაგრამ ახსნამდე სანამ ვართ, არ დაგავიწყდეთ, რასაც ამბობთ. გენერალი ყურაშვილი, რომელ შეხვედრაზე ჩაუყენეს სათავეში? არავის არ ჩაუყენებია. ეს მე გავაკეთე კარალეთის შტაბში. თქვენ გააკეთეთ. მე გავაკეთე ეს. ხო და გითხარით. კი ბატონო. კარალეთის შტაბში. ბევრი მოქმედი სამხედროა, რომელიც შეიძლება მოვიდეს და ეს დაადასტუროს. ეს ჩემი გადაწყვეტილება. 7-ში თუ 8-ში? 8-ში. დილით. როდესაც უკვე კორექტირება ხდება. დილით თუ უყეს მიშასთან შეხვედრის მერე. არა, არანაირი, არ განმიხილია. არც ერთი მიმართულების მეთაური მე მასთან არ განმიხილია. ესე იგი, სააკაშვილთან გორში შეხვედრამდე თქვენ უკვე ეს გადაწყვეტილება ყურაშვილთან დაკავშირებით გაქვთ მიღებული ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად. ძალიან ბევრ შეუძლია დაადასტუროს, ძალიან ბევრ. მოქმედმაც არ ამოხდა. როგორ დაადასტურებდნენ, იქ იყვნენ? იქ იყვნენ. კერძოდ ვინ დაადასტურებს ამას? ჩემმა, ესე იგი, სახმელთო ჯარების სარდალი. კი ბატონო. მამია ბალახაძე, ახლა აკადემიის რექტორია. ჩემი მოადგილე შმაგითელია, პოლკოვნიკი შმაგითელია. მოადგილე ოსეფაიშვილი. სამხედრო ხალხი ყველა ამას დაადასტურებს. ესე იგი, თქვენ მიგიღიათ ეს გადაწყვეტილება. და თვლით რომ ეს არის სწორი და აგვიხსნით რატომ არის სწორი. შემდეგ არ გამოგრჩეთ ეს უნდა აგვიხსნათ. შემდეგ მიდიხართ უკვე უმაღლეს მთავარსარდალ სურს თქვენთან შეხვედრა გორში. იქ ახსენებთ შექმნილ ვითარებას და საუბარი ეშლებოდაო ან არ უყვარდაო ვერ დავაბრალებთ და რაღაცა ხომ გითხრათ ან დავალება მოგცათ ან შეფასება რა თქვა. დეტალურად გვაინტერესებს. ხო, კმაყოფილი იყო, უკმაყოფილო იყო. ეს არ არის საღამო და არც დილა, შუადღეა. შუადღეა. რას ამბობს 8-ში გორში ხდება ეს? რას ამბობს? მე შემიძლია გითხრათ, რომ იმ შეხვედრაზე არ მახსოვს არანაირი კატეგორიული ტონი, რომ უბრალოდ მოისმინა ეს ყველა ფლანგის ასე ვთქვათ მოვახსენე როგორ იყო წაწეული, მარცხენა ფლანგი ცოტა წინ იყო. წაწეული მარჯვენა ფლანგს უჭირდა ჯერ კიდე არ იყო ფრისებთან ასე ვთქვათ მარჯვენა ფლანგიდან ასე ვთქვათ ოპერაცია განვითარებული და ის რაც მე შევთავაზე შემდეგ ეს იყო რომ დაწოლა მოგვეხდინა ცხინვალზე რათა წვერი ახოს სასიცოცხლო გზა არ ყოფილიყო ასე ვთქვათ მის ცეცხლის ქვეშ ანუ შეგვესუსტებია მარჯვენა ფლანგი, დაწოლა მოგვეხდინა ცხინვალის მისადგომებთან, რომ მიგვეცა საშუალება იმ ძევლად ყოფი მოსახლეობისთვის ხეობა დაეტოვებინათ. მას არ ქონდა რაიმე ემოციური ადამიანი არ ვიღად რომ თქვათ და. მე არ ვიცი, ბევრი ადამიანი აღნიშნავს ამას და მე არ შემიძლია ხა რაღაცა უარზე შევდგე რომ ის ემოციური ადამიანი არ იყო, მაგრამ ზაზა გოგავას ის ესე არ ელაპარაკებოდა. მე შემიძლია ეს კიდევ კარგი თუ იყო ადამიანი, ვისაც ეს ასე არ ელაპარაკებოდა, ძალიან კარგი. ასე არ ელაპარაკებოდა. ასე არ ელაპარაკებოდა. ბევრი წუთები მაგდა, საათები გატარებული მის კაბინეტშიც და მას ჩემ კაბინეტში შეერაღებულ ძალებში. კი ბატონო, ეს თქვენი პროფესიული ურთიერთობა იყო, კი ბატონო და იყო მშვიდი.
არ განიცდიდა გორში იმ დროს ის რაიმე ტიპის შეშფოთებას. არა, ეხლა გითხრათ ეხლა რომ აი დალაგებული იყო და მაპატია და ფეხებზე ეკიდა და ბუზებში. შვიდად არ იყო, ამის გაგება გვინდა, შვიდად არ იყო ადამიანი. შვიდად როგორ უნდა იყოს, ანუ როგორ უნდა თქვა რომ შვიდად ვიყავი. გავიგე. და აი აქ გადაწყვიტეთ რომ თავარი ამოცანა ხდება ხალხი? რა თქმა უნდა. ამ დროს გორში არა მარტო მან, მაგრამ მე შევთავაზე ოპერაციაში ცვლილება რომ დაწოლა მოგვეხდინა, ანუ ესეთი თამაში წამოგვეწყო, დაწოლა მოგვეხდინა ცხინვალის მისადგომებთან, აქვე შემიძლია ჩავურთვე ხან. ამას ბევრი სამხედრო უყურებს და ძალიან შტერი უნდა იყო მაპატიეთ ამ სიტყვაზე, რომ ცხინვალში თავი შეყო და იქ სამხედრო ოპერაცია წვილად დაგეგმა. არაფერში არ გჭირდება და ამის მიზანი იყო ეს მეტი არაფერი. რომ ის ასიცოცხლო გზა რაღაც დროით ყოფილიყო თავისუფალი. რაც ჩვენ გამოგვივიდა. და ამ შეხვედრაზე თქვენ რომ შესთავაზეთ რომ მოდი სამოქალაქო მოსახლეობა გავხადოთ პრიორიტეტი? დიახ. მან რა გიპასუხათ? არაფერი. თანხმობა მიცი თანხმობა რო არ იყოს ამაზე რთულია, იმიტომ რომ უმაღლესი თავარსარდალია კონსტიტუციური მოწყობა ესეა, ომია, ომში გაცემული ბრძანება არ არის ის რომ სადღაც კანცელარიის ეზოში მითხრა რომ ზაზა იქ წადი რაღაც ნაწილში ცუდი რამე მომხდარა და გადაწყვიტე. ამიტომ ეს პასუხისგებლობა და თუ რაიმე იქ საწინააღმდეგოა მეთაურმა ეს იქ უნდა განიხილოს. მე შემიძლია ამის კეთება. შემიძლია. თქვენ რომ დაგირეკათ უმაღლესმა თავარსარდალმა და დაგავალათ ბრძანება გასცა რომ ჩააქრეთ ცეცხლები. დიახ. ამან შექმნა თუ არა გარკვეული მოდით სალაპარაკო ენაზე ვიტყვი სურპრიზი. ჩემთვის? თავდაცვის ძალებისათვის. ხომ არ იყო უკეთესი მაგალითისთვის ბოდიშის მოხდით თუ ამ კითხულობ ამას, იმიტომ რომ მე არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ ნებისმიერი თავდაცვის ძალები სამოქალაქო პირებისთვის არიან პირველ რიგში, ამიტომ კითხვები გვაქვს. ხომ არ იყო უკეთესი რომ მივყოლოდით იმას, რაც ითქვა თავდაცვის სამინისტროში, რომ მოთმინებით უპასუხოთ ამას და უფრო ცეცხლის ჩაქრობაზე კი არა, თავდაცვით ოპერაციებზე გავაკეთოთ აქცენტი და უფრო სამოქალაქოების დაცვაზე ან და ვთქვათ როკის გვირაბის პარალიზებაზე, ხიდის აფეთქებაზე. ეს შეიძლება ობივატელის კითხვებია, მაგრამ ეს კითხვები არის. დიახ, და ძალიან მარტივად და გულახდილად შემიძლია გიპასუხოთ. დიახ. თავიდანვე აღნიშნე რომ ეს იყო თავდაცვითი ოპერაცია მანევრულით. მანევრული თავდაცვა ქვია ამას. სხვანაირად ამ ოპერაციას ვერ გააკეთა. ზურგთან თუ მიხვალ ხუბესთან დადგები და მაპატიეთ კისერს გადაყოფ და იქით გადაიხედავ. და ის რომ გამოვლენ ამ ქვეყანაში ბევრი სამხედრო ექსპერტი. აქედან მინდა მემართო ყველას რომ შეიძლებოდა იქ ვირაბის ამოკეთვა თურმე და მე ამ მავნებლები იქიდან არ შემოვიდოდნენ, ნუ როცა მსახურობდნენ ჩემამდე შეერაღებულ ძალებში მაშინ გაიგეთებიათ. ილუზია იყო, კი ბატონო, თქვენი აზრით. ამ ილუზიებმა ბევრი რამე მანამდე წაახდინა იქ, სანამ ეს ყველაფერი ჩვენმა მტერმა მოიფიქრა, დაგეგმა და განახორციელა. გასაგებია. ეხლა თქვენ გაიტანეთ თქვენი ასე უხეშად ვიტყვი და დაგეთანხმათ უმაღლეს მთავარსარდალი რომ მოქალაქეებია პრიორიტეტი. და ამისთვის მუშაობა დაიწყეთ. და მოახერხეთ თუ ვეღარ გვიანი იყო. ეს მოახერხეთ. რა მოახერხეთ? აი ამ ხალხს თქვენ ხედავთ ახლა იმ ასე თქვა ევაკუაცია მოახერხეთ. საცხოვრებლებში უღურეთ მათ რომელი სოფლების ევაკუაცია მოასწარით? ყველა ხეობიდან რაც კი სოფლებია თითქმის ყველა გამოვიდა. თქვენი ძალისხმევა. უმეტესობა ეს იყო ის ძალისხმევა რაც შეიარაღებულმა ძალებმა გაწია. მათ შორის ქურთადან. მათ შორის ქურთადან. ეს ხეობას ეკუთვნის. ქურთა, აჩაბეთი, ზემოაჩაბეთი. გეკითხებით. ქურთადანაც თქვენ გააკეთეთ სამხედრო ძალებმა. ერთი ის არის, ეს ერთი გადმოსასვლელი აქვს. ლიახზე ამოდიან წვერიახოზე და გამოდიან. სხვა გამოსასვლელი მანდ არა. და თქვენ გამოიყვანეთ. ჩვენ შეიარაღებული ძალების ამ გადაწყვეტილებამ ამისთვის ბევრი მსხვერპლი გაიყო შეიარაღებულმა ძალებმა და ესეც უნდა იყოს ხალხს ემსახურები ჩვენ. მათი წარმომადგენლები ვართ და მათი შვილები ვართ და მათი მეუღლეები. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მოსახლეობა გამოვიდა ან თავისით იგრძნო საფრთხე, ან უარი თქვა გამოსვლაზე და დახვრიტეს,
და თუ კი ვინმე გამოვიდა ტელეფონით ნაცნობების მიერ შეტყობინებით, რომ ხომ ხედავ რაც ხდება თავს უშველე. ეს ასე არის, ხო? ხო, დავაზუსტებთ, რომ აცდენაში არ ვიყო. დიახ, თუ შეიძლება. თქვენ რასაც გულისხმობთ, რომ შეერღებული ძალების ესკორტირებით იქ ჩასული ადამიანების, ავიც გამოდით სახლებიდან პრობლემა, ესეთი რამე არ მომხდარა, მაგრამ ამ ძალის ხმებით ის გზა ჩვენ შევინარჩუნებთ თავისუფლად. გასაგები, ანუ არხი დაიცავით გამოსასვლელი. დავიცავით ეს არხი. მაგაზე გეთანხმებით. რომელი არხი იყო ეს? წვერი ახლოს გადმოსასვლელია ეს. ის დაიცავით, რომ ხალხი ვინც თავს შველის თავისით. რა თქმა უნდა, თავისით. რომ გასასვლელი მას ამ დროს სხვა გზა მათამდე მიღწევის სხვა გზა არ არსებობს ამ დროს. დამერწმუნებს. ეს შეტევა ზუსტად მეორე შეტევა. მაგრამ შვიდში თავდაცვის სამინისტროში როცა თქვენ თქვით, რომ მოთმინებით ვუპასუხოთ, მაშინ არ გისაუბრიათ, რომ მოდი თან მოთმინებით ვუპასუხოთ და თან ეს ხალხი გამოვარიდოთ, იმიტომ რომ მეორე მხარემ დიდი ხნის წინ გაიყვანა ხალხი. მეორე მხარემ გააკეთა ეს. თქვენ რატო არ გააკეთეთ? ესკალაციისთვის ეს არის იმ პროვოკაციაზე წაყოლა პირდაპირ რა. ამას ქვია ომისთვის მზადება, მეტი არაფერი. არანაირი ნაბიჯი არ გადადგა იმისათვის, რომ რაღაცად პოზიცია შეგერბილებია. არ დატოვე არანაირი სასაუბრო პოლიტიკოსების მხრიდან, საერთაშორისო მხრიდან, პირდაპირ წავიდნენ ისინი ევაკუაციაზე, ჩვენ წავედით ევაკუაციაზე. კარგი. აშინ აქ არ ვიჯდებოდი, ეხლა ხააგაში დიდი ხნის გასამართლებული ვიქნებოდი ქალბატონოთი. მოდით ამაზე არ გიპასუხებთ. კარგი. ეს ასე, მე 2-3 კითხვას დავსვამ და გავჩუმდები, თუმცა კითხვები მრავალია თქვენთან. რეზერვისტებზე ვინ იყო პასუხისმგებელი? გენერალი გოგავა. თქვენ იყავით პასუხისმგებელი? რა თქმა უნდა. ეს საომარი თეატრია. თავარსარდალი ვარ. მე ვაგებ ამ გადაწყვეტილებებზე პასუხს. კარგი, არსებობს ტელეეთერები, თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტში თავად ნახოთ. სადაც გვიხსნიდნენ ჩვენ მოქალაქეებს ტელევიზიით, რომ ამ ყველაფრის კოორდინაციას აკეთებდა თბილისის მერი ბატონი უგულავა. ეხლა უყურეთ. იქნება აგვიხსნათ ეს რა არის. რაც შეეხება რეზერვის სისტემას. აქილევსის ქუსლია ჩვენი თავდაცვის სისტემისთვის დღესაც. ეს არ მაძლევს მე იმის საშუალებას, რომ რაღაცებზე თავი გავიმართლო ჩემი პასუხისმგებლობიდან. ეს არის ახალი სისტემა. თუმცა ის რეზერვის დანაყოფები, რომელიც კი ასე თქვა, გარკვეულ ადგილებზე ჩავთეთ, ქაოტურად იყო, გეგმიურად იყო, დავარცხნილები იყვნენ თუ მოწადებულები არ იყვნენ, მათ მინდა მადლობა უთხრა აქედან და თავზე ასე თქვა, ამოცანები ასე თუ ისე შეასრულეს. ბოდიში მე უნდა მოუხადო იმ მოხალისეებს, ვინც მოგვაკითხა, ბევრი იყო ესეთი საქართველოს მოქალაქე და უბრალოდ ჩვენ უარი უთხარით მათ, იმიტომ რომ არსებობს წარმოიდგინეთ ახლა კადრირებული ბრიგადები, რომლებშიც დაახლოებით 5 ოფიცერია. ანუ ეს სისტემა შექმნა დაწყებული ამისი შექმნა. თუ ვინმე ამ ქვეყანაზე მოიძებნება ისეთი რომ იტყვის რომ 2008 წელს საქართველოს და არც გაგვიჟებულა ეგრე რომ საზაგოგავამ გამოაცხადოს ახლა რომ ჩვენ რეზერვის სისტემა შევქმნით ისეთი რომ ამ რეზერვის სისტემა შემდეგ შედეგები მოეტანა არა. შექმნის მაშინ ყოფი სარეზერვო ისენია, სადაც არ ყოფნის ოფიცრები. კადრირებული ბრიგადა წარმოგიდგენთ, ბრიგადაზე 5 ოფიცერიც კი არ აქვს. ამ დროს პრაქტიკულად მათ შეკრების ადგილები, ესენი უკვე ყველაფერი იყო, ამას ჩავთეთ მუნიციპალიტეტები. რო ტრანსპორტით იმით ყველაფერი გეთანხმებით, რომ რაღაც აი უხეშად რო შეხედო ამას, ხო? სამხედროსთან მიახლოებული არაფერი არ აქვს. ანუ ესეთი რეალური მდგომარეობა იყო მაშინ. ანუ თქვენ ადასტურებთ იმას, რაც ჩვენ ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის გასაცოდავებულ, განერვიულებულ და ჩვენი ნერვიულობა რა მოსატანი იყო, იქ ხალხი სამოქალაქო მოსახლეობა ჩარჩენილი იღუპებოდა. იგივე განცდა გქონდა, რომ ეს იყო რეზერვის სისტემა, ყველაფერი გარდა სამხედრო სისტემისა. ხო, რა თქმა უნდა. ეს იყო ჩანასახში და უგულავა რომელი სამხედრო სპეციალისტი ყავდა რომ პირდაპირ გეუბნები თქვენ. ჩვენ დავალება გავეცით, რომ მუნიციპალიტეტების მივეცით ამისის, რომ მათ შეეკრიბათ
ტრანსპორტი მიეცათ ამ ხალხისთვის ყვითელი ავტობუსები და არანაირი იქ რომ ვიღაცა ჩადგომოდა მან სათავეში და მე ისინი რაღაც ამ კარგი ცოტა უკანო დავრუნდეთ ესე იგი თქვენ რომ დაგირეკათ უმაღლესმა მთავარსარდალმა და გითხრათ დაადგინეთ ბატონო გენერალო წერტილები თქვენ ამბობთ რომ ერთზე მეტი წერტილი დაადგინეთ შემდგომში დაადგენილიც ჰქონდა მანამდეც ჰქონდათ დადგენილი და რომ ეს იღებს უკვე სახიფათო მისი გადასახედიდან და ობიექტურადაც ალბათ მასშტაბს და გახსენით ცეცხლი ეს დაგავალათ რაც თქვენ შეასრულეთ კი საათი რომელია ეს აი დავალება და ცეცხლის გახსნა ძალიან მალევე 12 საათამდე ხო 7 აგვისტოს ბატონო 15 წუთის ინტერვალია 23 და 45-ია მიიღებ დავალებას ეხლა გათვლას და რა ვიცი იმას გამზადებას ჭირდება იქ დროდან ნუ ეხლა აი და მე ნახეთ ბატონო ზაზა ბრიგადები ეს დავაზუსტებ კიდე აი ცნობილი კადრები როა ჩვენებენ რო ცხინვალი ტელევიზიები რო გადასცემენ პირდაპირ ლაივში ეს ის ცეცხლის გახსნა ცხინვალი არის ცხინვალი არ დაგვიბომბია ჩვენ სადაც არის ანუ ცნობილი კადრები როა რო გრადები ეს ის ცეცხლის გახსნა ნაწილობრივი ცეცხლი რომელიც ცხინვალის მიმართულებით არ არის სანამ ბატონი გურამი დაგისვამთ კითხვას თქვენ ამასობაში გჭირდებათ ძალის მობილიზება გასაგებია საცეცხლი წერტილები ცეცხლი გახსენი ამას ასრულებთ მაგრამ ეს სხვა მიმართულება ეს ამდენი ხალხი ხომ ცოცხალი ძალა თქვენ უკვე შეყვანილი ყავდათ თუ მერე დაიწყეთ ღამე შეყვანა მობილიზებული ყავდა მაგრამ შეყვანილი არ სად ყავდათ მობილიზებული ზოგი ბაზაზე ზოგი წინწაწეული და შემდეგ უკვე 8-ში იწყებთ შეყვანას და პლუს გენერალი ყურაშვილის შესახებ იღებთ გადაწყვეტილებას ამ დროს რა როლი აქვს ბატონ შალვა ჯანაშვილს ბატონი შალვა ჯანაშვილი ერთ-ერთი მიმართულების მეთაურია ეს კარალეთის საველე შტაბში წდება დიახ და არა ცენტრალური მიმართულება თქვენ იქ ხართ ამ დროს როცა ეს წდება მე ვაძლევ ამ დავალებას პირადად რომ მან თქვა თითქოს თქვენმა მოადგილემ მისცა და გვარი ვერ გაიხსნა მოადგილემ არ ვიცი მე გაკვეულწილად რაღაც ნაჭრებს უსმენ და ჩემი მოადგილე როცა ლაპარაკობს ეს საუბრობს ოდესაც ის უკვე არის ცენტრალური მიმართულების მეთაური და არა იმ თავი ეს ადგილზე ამბობს რომ რაღაცა აირიაო ხო გასაგებია მაგრამ ეს თქვენი გადაწყვეტილებაა ჩემი გადაწყვეტილება და იმიტომ რომ ცხინვალი არის დასახლებული პუნქტი დასახლებულ პუნქტში საჯარისო ნაწილების შეყვანა შეიძლება ძალიან დიდ წინ დაუხედავ ნაბიჯად აღმოჩნდეს, იმიტომ რომ სამხედროებმა მინდა გითხრათ, სამოქალაქოებთან მოქცევის ნაკლები წესები იციან. ვიდრე პოლიციურმა დანაყოფებმა. კარგი, ბატონო ზაზა, ნახეთ, ბევრი. კი ბატონო. თქვენ გადაწყვიტეთ ეს, ამ დროს იქ არის ვანო მერაბიშვილი. როცა თქვენ ეს გადაწყვეტილება შეიძლება არ იყოს. მან თქვა რომ ჩემი მინისტრი იქ იყო. შეიძლება. ხო. უმაღლესი მთავარსარდალი იმ დროს იქ არ არის არც სატელეფონო კავშირზე. არ არსებობს. თქვენ ამას იღებთ დამოუკიდებლად ამ გადაწყვეტილებას. მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ და თან ყველა მეთაურს ვეუბნები, თანახმა ხართ ამაზე თუ არა. კი ბატონო. და ბატონი ვანო რას ამბობს ამ დროს? არაფერს. სულ ჩუმად იჯდა? რა თქმა უნდა, რატომ? რა წარმოგიდგენია თქვენ, რომ ჩვენ რაღაცებს გეგმავთ იქ და შინაგან საქმეთა მინისტრი ყველა მაპატიოს დიდი პატივისცემით, ალსტუხიანი გამოწყობილი ადამიანი იღებს მონაწილეობას ამ გეგმის შედგენაში? კარგი, მაგრამ მაშინ ასე შეგიტრიალებთ კითხვას. თქვენ რა უფლება გქონდათ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს აძლევთ. ომეა უკვე გამოცხადებული 8 რიცხვია, ამიტომ ყველა დანაყოფი ჩემ დაქვემდებარებაში. და შეგიძლიათ ეს უმაღლესი მთავარსარდლის შემდეგ მე ვარ მეთაური აზია. ბაბადეთ დავაზუსტებ რა. ომის გამოცხადება მე თუ სწორად მახსოვს და თუ რამე შეიძლება შემისწორეთ 9-ში გააკეთა პრეზიდენტმა. მოახდინა რატიფიცირება. პრეზიდენტის ბრძანება 9-შია გამოქვეყნებული.
სადაც ომის დაწყების თარიღად 8 არის დასახელებული ეს ცალკე საკითხია, მაგრამ 9-შია და ომი არ არის გამოცხადებული. 8-შია ომი გამოცხადებული. ანუ თქვენ რო გადაწყვეტეთ საკმარისია რომ ყველა თქვენ დაგემორჩილოთ? ყველა უწყება. ავარსარდლის გადაწყვეტილება მაშინდელი კონსტიტუციური მოწყობა იყო ესეთი. ავტომატურად ყველა სამხრეებიანი დანაყოფი გადადის გენშტაბის დაქვემდებარებაში. დიახ, მაგრამ ეს ხდება 9-ში მისი გადაწყვეტილება. 9-ში ხდება პარლამენტის არა, 8-ში ხდება ბრძანების გამოცემა ხდება 9-ში. თუ 8-ში. 9-ში, დიახ. მაგრამ ისინი უკვე წინასწარ გემორჩილებიან. კი ბატონო. გემორჩილებიან, გასაგებია. და ბატონი შალვა ჯანაშვილი ბრძანებს, რომ ის იყო ერთადერთი მეთაური, რომელმაც მიიღო ბრძანება შესულიყო ცხინვალში სახმელეთო გზით და ის შევიდა ცხინვალში, ადასტურებთ ამას, ხო? არა მარტო ის. აბა ვინ შევიდა? სხვა დანაყოფიც იყო. მაგრამ მე ვამბობ მისი დონის ხელმძღვანელი, მე ერთადერთი ვიყავიო და ჩემი შენაერთები და პლუს სამხედრო ბათუმის ცალკეული ბატალიონი. ხო, ანუ ადასტურებთ, რასაც ბატონი შალვა. თავდაცვის სამინისტრო შეერაღებული ძალების მაგრამ ნახეთ რას ამბობს ბატონი შალვა. თქვენ რო ამბობთ, რომ მემორჩილებოდნენ და აბსოლუტურად გეთანხმებით, ვინ ეკითხება შინაგან საქმეთა მინისტრს, რა მეთქვას, ამ ბრძანება გასცეს იქ, სადაც არის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი. ბატონი შალვა ამბობს ესეთ რამეს. მეო კარალეთის შტაბში დამევალა ცხინვალის დასავლეთის მიმართულებით წასვლაო და კონკრეტულ ადგილზე გაჩერებაო. თუმცა ადგილი ვერ დაასახელა. ეს არაუშავს, შეიძლება არ ახსოვს. ეს მივიღეო და მე დავიძარი ამ დასახული ამოცანის შესასრულებლად. მაგრამო მე გამაყოლეს ორი სამხედრო მომამაგრეს, ორი სამხედრო პირიო, ორი პირი. და გამაყოლეს ტექნიკაო, მე ჩემი ტექნიკაც ყავდაო, მაგრამ მათაც დახმარება აღმომიჩინესო. იქო წავაწყდითო, თუმცა იძახის რომ რუკა გქონდა და ასე შეგნო, წავაწყდითო. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს ამას. რომ წავაწყდითო სარწყავ არხსო, ტელეფონის არხი. ხო, ვერ გაიხსენა, სად იყო? ტელეფონის არხია ეს. კი ბატონო, ჩვენ ერთ-ერთი დამცავის ღუდე მოვაწყეთ უკან და კი ბატონო, და თავდაცვის ტექნიკა გადავიდაო, ჩემი ტექნიკა ჩავარდაო, მერე იმის ამოთრევას დაახარჯეს დრო, მერე თავდაცვის ტექნიკა უკანვე გადმოვიდაო და ამ დროს დამირეკაო თუ მე დაურეკეს აღარ მახსოვს გადავიღალეთ და გადავახვეთ ნახავთ ას არა ამ წუთში მნიშვნელოვანი შედგა კონტაქტი მის მინისტრთან ბატონ ვანო მერაბიშვილთან და ვანო მერაბიშვილმაო მიბრძანაო რომ დატოვე მაქაურობა რა კი ვერ მიდიხარ იქ სადაც გაიგზავნე კარალეთის შტაბში მიღებული ბრძანების შედეგად წადი ზემო ნიქოზშიო და მერე დამავალაო მისგან მივიღე ბრძანება რომ გადააწყვე კოლონა რომ ამასობაში ზემონიქოში შემდეგ დაზიანებები მივიღეთო მე კონტუზია მივიღე გადააწყვე კოლონა და შედი ცხინვალშიო ეს ბრძანება ჩემზე გასა ვანო მერაბიშვილმაო ჩვენ დაუსვით იცოდით თქვენ ამის შესახებ დიახ ეგ ვიყავი როცა ვანომ ეს როცა შედიოდა მაშინაც იქ ვიყავ. როცა ბატონმა ვანომ ეს ბრძანება გასცა თქვენ იქ იყავით. და თუ იქ იყავით ბატონმა ვანომ რატო გასცა ეს ბრძანება რომელსაც თურმე მანამდე არ აქვს. როცა შედიოდა მე იქ ვიყავი მაგრამ ბრძანება რო გავეცით მაშინ მე შტაბში ვიყავი უკვე. გადაასწარით და მიასწარით და ეს არის ზუსტად ის პერიოდი როდესაც ვცვლი. ეხლა რო დავბრუნდოთ ერთი წუთი ბრძანების გაცემის მომენტთან. გქონდა თუ არა უფლება, მით უმეტეს რომ ეს თქვენ გწოდნიათ და ეხლა არიგებთ, მე ეხლა გავიგე. რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გასცემს ბრძანებას, რომ ვინმე, ამ შემთხვევაში მისი მოადგილე შევიდეს ცხინვალში. ეს შუალედური რგოლია ჩვეულებრივად, ჩემგან აქ ეს და შეუძლია ამის გაკეთება. დოკუმენტურად ეს დასტურდება, რომ თქვენ ვანო მერაბიშვილი დანიშნეთ შუალედურ. ეს გეგმა, ეს ბრძანება თუ სადმე არის დოკუმენტურად დანიშნეთ არა. მას ივეცნეს, რომ დაუკავშირდეს შალვა ჯანაშვილს და თქვას, რომ მისი დამოცანა ესე იცვლება. თქვენ დაავალეთ პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომ გაეცნო. მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, მე ნებისმიერ ადამიანს შემიძლია ნებისმიერი კუთხით გამოვიყენო.
მით უმეტეს ეს იმ სტრუქტურის ხელმძღვანელია, რომელსაც ნებისმიერი რაც არ უნდა დაჭირდეს შემდეგ ასე თქვათ ლოჯისტიკის კუთხით, რა ვიცი, ყველაფერი რა მიხმარების კუთხით ბატონო ზაზა, ეს ყველაფერი სამხედრო გარეგნულ იეს რაც ჩვენ გვაქვს წარმოდგენა სამოქალაქო პირებს, რა გავაკეთო არ ჯდება ჩემთვის ეს, იმიტომ რომ მე ხლა ესეთი ღიად გეტყვით. ესეთი განცდა მიჩნდება, რომ თქვენ შემდეგ გადადიხართ ვანო მერაბიშვილის მოადგილედ, შემდეგ პრემიერ-მინისტრი ხდება ეს ადამიანი და მიყვებით ნიშნავთ მრჩევლად. ეს ხო უბრალოდ არ ხდება. მე მინისტრად ვიმუშავებ ბევრი წელი, ძალიან ბევრი წელი შემორჩი იმ თანამდებობას და ზუსტად ვიცი როგორ ნიშნავს მინისტრი მოადგილეს. ის თუ სანდო არ არის, არ ინიშნება. პიროვნული სანდო, პოლიტიკური სანდოობა. რა შუაში აქვს ამას? არა, ის განცდა რა მრჩდება, ამას გიხსნით, რომ თქვენ ვანო მერაბიშვილი დაუშვით შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც თქვენ თვითონ თქვით, არაფერი არ ესაქმებოდაო, დაუშვით, რომ დაგეგმარებაში, ხო? შემოგეყვანათ სამხედრო საქმეში არა უფლებამოსილი პირი. მე გქონდათ ამის უფლება, რომ დაუშვით. და ეს არ იწვევდა ჯარის დემორალიზაციას, რომ პოლიტიკოსები არანაირად ეხლა სპეცდანიშნულების რაზმების მიმართულებით დიდი გამოცდილების მქონე შალვა ჯანაშვილი რომ თქვენ დაიხმარეთ, იქაც შეიძლება იყოს კითხვის ნიშნები, მაგრამ ამას რაღაცნაირად გავიგებთ, მაგრამ პოლიტიკური თანამდებობის პირი, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც არანაირი გამოცდილება მე მგონი სამხედრო საქმეში არ აქვს, ხომ ასეა? და არც არაფერი სამხედრო გადაწყვეტილება არ მიუღია. თქვენ დაუშვით, რომ ეს ადამიანი მონაწილეობს საომარი მოქმედებების მართვაში. ეს არ იწვევს ჯარის მესიჯი გადასცა ბრძანება. მეტი არაფერი. კარგი. მეტი არაფერი. სარაბუგზე კითხავთ და არ დავმალავ, გადავიღალე და სხვებს დაუთმობ ადგილს. სარაბუგზე ჩვენ მივიღეთ ასეთი წერილი. წერილში ნათქვამი ასეთი რამ. 2008 წლის ომის დაწყებამდე ვიყავი 10 დღიან შვებულებაში. გამოძახებისთანავე გამოვცხადდი სამხედრო ნაწილში და 7 აგვისტოს ღამით უკვე ვიყავი საომარი მოქმედების არეალში. საბრძოლო მოქმედების დროს ვასრულებდი ყველა ბრძანებას, რაც მოდიოდა ხელმძღვანელობისგან. 2008 წლის ამ პერიოდში ჩემი აზრით იყო დაშვებული შეცდომები ხელმძღვანელობის მხრიდან. შეტევა, რომელიც განხორციელდა ბრძანების საფუძველზე სოფელ სარაბუგზე, იყო ოცეულის დონის ქვედანაყოფის საქმე. მე არ ვამტკიცებ იმას, რომ რასაც ვკითხულობ სიმართლეა. მე გიკითხავთ რა მომწერეს, რომ თქვენ მერე თქვენს ფილტრში გავატარო და მითხრათ რა არის ტყუილი, რა არის მართალი. კონკრეტული სამხედრო ჯარისკაცი, ოფიცერი, აქ არ წერია ისა კონკრეტული ანონიმური წერილია ეს. არა, გვარისახელი წერია, რა თქმა უნდა, მაგრამ არ წერია რა დონის გამოცდილება აქვს ამ ადამიანს სამხედრო საქმეში. ეს არის ვინმე ბატონი გრიგოლ ფარცვანია, მაგრამ მე ვკითხულობ, რასაც მწერს. მე არ მაქვს ინფორმაცია რა ტიპის სამხედრო გამოცდილება აქვს, მაგრამ ის ფიქრობს, რომ ეს იყო უბრალოდ ოცეულის დონის ქვედანაყოფის საქმეო. შესაბამისად, შეგვიშვეს, მიუხედავად ამისაო, შეგვიშვეს ბატალიონი. ვინაიდან ბატალიონს არ ეყო ტერიტორია, ჩვენი ქვედანაყოფი მოექცა საკუთარი ცეცხლის ქვეშ. აღარ გააგრძელოთ მეტი ალბაზონცია რა. დავასრულებ, ხო შეიძლება. ამის მოსმენა არარელევანტურია. არარელევანტური არ არის ამის მოსმენა, იცით რისთვის არის კარგი, რომ თქვენ ეს პროფესიონალურ დონეზე გააბათილოთ. ტაქტიკურად პოზიციაზე ყოფმა დანაყოფმა ჩაიდინა შეცდომა ერთმანეთში და ამას ავალდებულებს ზაზე გოგავას და უმაღლეს თავარსარდალს. გოგავას არ ახსენებს, აქ? აბა ვის ახსენებს, ახლა რაზე მელაპარაკებით? არა, არ ახსენებს, თორემ გეტყოდით ამ წერილს თუ გნებავთ. ეგ ხალხია, რომელიც ბუჩქებიდან უყურებს ხოლმე ომს და მე წერილებს იწერება რა. კარგი. პატივისცენ იმ სამხედროების საფლავებს, რომელიც იქ არის.
კი ბატონო, შესაბამისად ეს შეცდომა და ასეთი ტიპის შეცდომები არ ყოფილა დაშვებული. ეს იყო როგორ არ ყოფილა დაშვებული? ომი არ არსებობს, სადაც დანაყოფს ეც არ უხსნის. დღევანდელ დღესაც კი, როდესაც უმაღლეს ტექნოლოგიებით უყურებენ, მაპატიეთ ამ ტონზე. ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას. არა, სხვა რამე გავარჩიოთ, როგორ არ უნდა დაგვემართოს ამ ქვეყანას ეგეთი რაღაცეები. არა, მათ შორის ამაზეც უნდა ვიმსჯელოთ. ასე უნდა ვიმსჯელოთ, 20 მეტრმა ვერ შეასრულა დავალება და აქ უნდა გადავუწყვიტო. ეხლა მაგას მე რო თურმე მე უნდა დავუძისა, რა ქვია, პოზიცია მე უნდა დავუგეგმო? მე ვაძლებ დავალებას ოპერატიულ დონეზე, ტაქტიკურ დონეზე და მივიდეთ და შეასრულოთ ისე ილაპარაკეთ, რატო შეიძლება თუ ისაუბროთ. არ არის ეს ტონი. არა, დაწმერდით ბატონოზაზე. არა. უემოციოთ აგვისტოს ომზე საუბარი არის გამორიცხული. მე ძალიან კარგად მესმის თქვენი ემოციის, მაგრამ ამ ომში თქვენი საუბრიდანაც გამომდინარე დასტურდება, რომ იყო არაერთი ხარვეზი. მე თუ თქვენ შემეკითხებით, რომ გავცვალოთ ადგილები ვირტუალურად ერთი წუთით. ხო? რომ გავცვალოთ ადგილები. მე გეტყვით, რომ მთავარი წამყვანი ხარვეზი იყო ის, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები სამხედრო პირების და თავდაცვის ძალების ნაცვლად იღებდნენ გაუგებარ გადაწყვეტილებებს. შეიძლება ვცდები, შეიძლება არ ვცდები, მაგრამ ამას ვიკვლევთ. შესაბამისად, ასეთი ტიპის ერთი წუთით ასეთი ტიპის წერილებსაც ვიხილავთ ჩვენ და ვსვამთ კითხვებს, რომ შემდეგ ვიცოდეთ, რამე უნდა ავიცილოთ თავიდან თუ არ უნდა ავიცილოთ თავიდან. კარგი, შესაბამისად, თქვენ ამბობთ, რომ იყო დავალება სწორი, დავალების შესრულებისას დაშვებული იყო ხარვეზი და არასწორია ამის ხელმძღვანელობისთვის დაბრუნება. კი ბატონო, ყოველგვარი ემოციის გარეშე. უყურებთ? ზემდგომი მეთაურის დამოცანის დასვა მიდის, ზემდგომი მეთაურის მიერ ისმება ამოცა. დიახ. ხო? პოლიტიკურ ნაწილსაც რო გავიაროთ, ხო? პოლიტიკოსები სვავენ ამოცა. ომს პოლიტიკოსები იწყებენ და პოლიტიკოსები ამთავრებენ. სამხედროები არ აკეთებენ ამას. სამხედროს არ უნდა არც ომის დაწყება და არც დამთავრება, იმიტომ რომ წაგებული იქიდან წასვლა არავის არ უნდა. აქ რო არ ვიძე და ჩემთვისაც ყია გამოწერილი ხო? ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი. მე გავაგზელებ ახლა. ჩვენ ვიძლევით დავალებას. დანაყოფის მეთაური თუ ხედავს ადგილზე, რომ მიზიდული ძალები უფრო მეტია, ვიდრე უნდა იყოს, მაშინ ნირვანაში უნდა იყოს. ანუ მას რეზერვის საშუალებაც ექცევა. თუ ვერ ასრულებს დავალებას და ამაში რამე ხელს უშლის, მოხსენება გააკეთოს უკან. ან გადაგეგმოს. მთელი 2018 წლიდან ამ ქვეყანაში ისმის ამოცანით მართვა და ზუსტად ეს არის ამოცანით მართვა. და თუ არ ისმის ეგ მაგნიტალს. მოდით მეც ავღელდები და ხო იცით, ქალებს უკეთესი აღელვება შეგვიძლია მამაკაცებზე, რომლებიც დინჯები ხართ უფრო. და გკითხავთ, მაშინ მართალია თუ არა, რომ თქვენი ბრძანებით ან კიდევ რომელიღაცა გაუგებარი პოლიტიკოსის ბრძანებით მეოთხე ბრიგადამ მიიღო აღარ გააგრძელოთ ჩემი ბრძანება შემოტრიალების 90 გილიოტინაზე ვაგებ პასუხს რომ თქვენ გაეცეთ ბრიგადამ არ მიიღო ბრძანება მიიღო ერთმა ბატალიონმა ბატალიონმა და არა მიპასუხოს არა ბრიგადამ არამედ ბატალიონმა მიიღო შემოbrunების ბრძანება მარცხენა ფლანგზე მისული იყო საცეცხლე ზღუდეზე ცხინვალთან და მხარდაჭერა გაეკეთებია საცეცხლე და მან ეს შეძლო როგორ შეძლო ეს კიდე საკითხავია ვერ შეძლო თუ შეძლო ამის ვერ შეძლო ამის გარჩევა იყო თავდაცვის სამინისტროში სანამ მე წამოვიდოდი ესეც გავარჩიე მე ახალმა მისულებმაც გაარჩიე ადგნენ და ესენი შეადარონ ერთმანეთთან გასაგებია ამიტომ ეს ჩემი ბრძანებაა და თუ რომელიმე მეთაური იტყვის საკუთარი სიცოცხლით ვაგებ პასუხს საკუთარ ნებისმიერ ადგილზე სისხლის ამართლის იქნება თუ სადაც იქნება და მე ამის უფლება მქონა თუ არ ქონდა ამის შესრულებისისა თუ არ ქონდა ამის რეზერვი მაშინვე უნდა ეთქვა ჩემთვის ისიც ვიცი რომ დავით კეზერაშვილზე ამაზე ლაპარაკე დავით კეზერაშვილთან გაცაერდა პირადად მე ველაპარაკე მეოთხე ბრიგადის მეთაურს და მე მიპასუხოს ბატონო ზაზა მეოთხე ბრიგადის მეთაურს ჩვენც ვეძებთ თქვენ კი არა და არაფერი მოძებნა არ უნდა რაღაცა არა კარგი არა ხუმრობა გაურიერო დამშვიდდეთ იმიტომ რომ ეხლა რა და თქვენსავით არა მაგრამ ჩხუბის ნიჭი რომ აქ ალბათ ცნობილია და არ გვინდა ეს ტონი ჩვენ ვართ სერიოზულ უწყებაში ამიტომ დამშვიდდეთ თქვენ ყველაზე კარგად უნდა იცოდეთ ბატონო ზაზა რომ ჩვენი ხელისუფლება რაც არ უნდა თქვენ ყოფილიყავით იმ მოკლე პერიოდში ჩვენთან პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართული ბოლოს და